საღამომშვიდობისა. პირდაპირ ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი. მე ვარ ჟურნალისტი ნინკა რატიშვილი და თქვენ უსმენთ და უყურებთ სამშაბათის ток-შოუს საზოგადოებრივი ექსპერტიზის დარბაზი. ჩვენ გთავაზობთ ინფორმაციებს განსჯისთვის, ასე რომ ყურადღებით გვისმინეთ და დასკვნები თავად გააკეთეთ. მე კი დღევანდელ სტუმრებს წარმოგიდგენთ. ბატონები, პოლიტოლოგი იოსებ სოსო ცინცაძე და პოლიტიკოსი რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით დათო ბერძენიშვილი. საღამომშვიდობისა ბატონო. გამარჯობათ. ასაკობრივი ლოგიკიდან გამომდინარე პირველ კითხვას თქვენის ნებართვით ბატონი დათო ბატონ სოსოს დავუსვამ. ბატონო სოსო, თქვენ მოიაზრებით ამ ხელისუფლების მხარდამჭერად. რატომ მოიაზრებით ახლავე აგიხსნით ძალზედ სკეპტიკური და ძალზედ კრიტიკული მიდგომა გაქვთ არსებული ოპოზიციის მიმართ. თუმცა ხელისუფლების მიმართ ყოველთვის თავს იკავებთ რაღაც კრიტიკული შენიშვნებისგან. რა შეასაქმე არას ანკის ფორმატში გამეცით პირველ კითხვაზე პასუხი. მიგაჩნიათ თუ არა რომ საქართველოში დღეს ჩვენ სახელმწიფოში არსებობს პოლიტიკური რეჟიმი? რეჟიმი? დიახ. საერთოდ ისეთ ანკიან არა. ესე იგი ნებისმიერ პოლიტიკურ ლექსიკონში ეხლა ტერმინ რეჟიმს აქ ერთი აი ესეთი მზიდი კონსტრუქციის მატარებელი შეფასება და აქ ნიუანსები. ესე იგი მე მაგალითად ეხლა რეჟიმს როგორ რა აი ხევის ძალზედ ფართო ამპლიტუდა და სპექტრი ძალზედ ანუ არის რეჟიმი თუ არა? ამიტომ ეხლა თქვათ რეჟიმი იყო თავის დროზე ესე რომ მივუდგეთ რა აი ესე ერთპიროვნული გადაწყვეტილებები და რაღაცები რეჟიმი იყო თქვათ სადამ ხუსეინის ამავე დროს გარკვეული გაგებით კიდევ და რეჟიმს უწოდებდნენ თავის დროზე დეგოლის მმართველობასაც კონტექსტს ეძახდნენ მას ესე იგი რაც მე მგონი რაღაც პოლიციის დაახლოებით ამას ნიშნავდა საფრანგეთში რა ესე იგი მაგრამ ყოველ შემთხვევაში დადებითი არ იყო და შედეგად მივიღეთ განწყობა დეგოლის მიმართ ანუ რეჟიმი ყოველთვის არის ნეგატიური და არა პოზიტიური არა ყოველთვის ნეგატიური თუმცა იგივე დეგოლს მერე ზურგი შეაქცია და ფრანგებმა და საბოლოოდ მისი აი ეს სიტყვები ფრანგები ჩემგან დაიღალენ მე ფრანგებისგან დავიღალე ესე იგი ესეც ამაზე მეტყოლებს ამიტომ ახლა რაც შეეხება ჩემს სკეპსისის თქვათ და კრიტიკულ მიდგომას ოპოზიციისადმი. ესე იგი ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა სხვადასხვა ხელისუფლების ყველაზე აქტიურმა მოხდა ერთ-ერთ უკიდურეს დებათ კიდე ციკლაურმა ერთხელ დაწერა გაზეთში რის გამოც მე ერთი 10-ჯერ თუ 20-ჯერ და კიდე ერთი 30-ჯერ არ დავიზარებ გავაკრიტიკოთ, მაგრამ მე ჩემი პოლიტიკური მოწინააღმდეგების მიმართ სიძულვილის გარდა არაფერი გზნობა არ მაქვს. ესე ჩემი აზრით ეს პოლიტიკოსი არ არის. არ არის, იმიტომ რომ სიძულვილი ეს გზნობა არ არის. სიძულვილი ინსტინქტია. ინსტინქტია სიძულვილი, რომელიც თქვათ, მტაცებელი ცხოვრობს ეს. რა, ეხლა მე ერთი რამ ვიცი. იმიტომ რომ ერთი მე პოლიტოლოგი არ ვარ. მე შეიძლება ერთი საშუალო დონის მკვლევარი ვარ, მეტი არაფერი. ადამიანი რომელიც ბატონო რომელიც პოლიტოლოგისოსო ცინცაძე როდესაც თქვენ საბჭოთა იმპერიის დროს გამოდიოდით ნატოს ამერიკის წინააღმდეგ მოდით ერთმანეთს ვაცალოთ ცით ეხლა რომ გახვიდეთ ქუჩაში ყველა მეორე პოლიტოლოგი და ყოველი თქვათ მესამე ალბათ ექსპერტია ეგეთი და მე ვარ ადამიანი რომელიც თითქმის 40 წელია უკვე ვსწავლობ პოლიტიკას ამიტომ ჩემ თავს მე კვლევარს ვწვდ და მე ერთი რამე ვიცი რომ დემოკრატია სრულყოფილი დემოკრატია ძლიერი ოპოზიციის გარეშე ჯერ არსად არ ყოფილა და არც იქნება ესე იგი ამიტომ ჩემი სურვილია იმიტომ რომ მე თუ მინდა რომ დემოკრატია მართლა იყოს და მე თუ არა თქვა ჩემი შვილი და შვილიშვილები მოესწრენ ამ ამბავს არა ესე იგი მე მინდა ვიხილო ძლიერი ოპოზიცია ძალიან ძლიერი ოპოზიცია რომელსაც ანგარიში გაუწევს ხელისუფლება. საერთოდ პოლიტიკა ძალზე მკაცრი სპორტია. აქ ახლა იცით აი დათმობა, ჩუქება ეს არ არის. პოლიტიკაში ყველაფერი ხდება კარგი გაგებით, რასაკვირველი იძულებით. გარკვეულ მომენტში ხელისუფლება ხედავს ძლიერ ოპოზიციას და ეს იძულებული ხდება წავიდეს დათმობაზე არა. ახლა მე მაგალითად ვერავინ ვერ დამაჯერებს რომ იგივე რიანის
დიალოგი მართლ პარტიასთან შედგა თქვათ იგივე ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით ან კეთილინებით ან რაღაც სურვილი თავით. ელემენტარულად ესე იგი უკვე დარწმუნდა მართველი პარტია, რომ აქ უკვე აუცილებელია დიალოგი, ხოლო დიალოგი თავისთავად ადრე თუ გვიან მაინც ესე იგი მიდის ურთიერთ კომპრომისებისაკენ და წავა კომპრომისი. ამიტომ მე ეს წავს, ამის მომხრევარ. აი ეს არის ჩემი თქვა. ანუ სკეპტიციზმი და კრიტიკული მიდგომა ვწოდოთ, ამიტომ თვითონ ხელისუფლების მიმართ რომ აი თქვენ ამბობთ, გაცხოვდებთ რომ ხელისუფლებამ უნდა დათმოს, ხოლო იმ შემთხვევაში მე არ მithქვია, ესე იგი, მე ვამბობ რომ არ თმობს არავინ არაფერს. კარგი გაგებით ეს არის იძულებითი ხელისუფლება ხედავს ძლიერ ოპოზიციას და ხელისუფლება ხვდება რომ მან უნდა რაღაც კი არ დათმოს, წავიდეს კომპრომისზე. კომპრომისი ახლა დათმობაც ახლა რა უთმობენ ძლიერს, სულს არავინ არაფერს. კი ბატონო და დასათმობი დავით, იქნებ მართალია ბატონი სოსო და ხელისუფლება, იქნებ ტელეფონი ბატონო სოსო. იქნებ მართალია ბატონი სოსო და ნამდვილად ხელისუფლება არანაირი რეჟიმი არ არსებობს, ხელისუფლება არაფერ შუაში არ არის, თქვენ მოიკოჭლებთ ოპოზიცია და არ ახართ ანგარიშ გასაწევი ძალა. მე ვიზიარებ შეხედულებას, რომ დღეს საქართველოში არის ჰიბრიდული რეჟიმი, რაც იმას ნიშნავს, რომ არის ავტორიტარიზმის ნიშნები, ამასთანავე არის ნაკლული ინსტიტუტები დემოკრატიის, გადღაბნილი არის ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილებები, სასამართლო ხელისუფლება უფრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენელი ნაწილი, პროკურორი უფრო მაგარია ბევრად ვიდრე მოსამართლე. ამას ადასტურებს სტატისტიკაც ბოლო წლებში, პრაქტიკულად რასაც ითხოვს პროკურორი, აბსოლუტურ უმრავლესობა, ამის 99%. აი რეჟიმი, როდესაც მე ვთქვი, სწორედ ვიგულისხმობ პირველ რიგში. ამასთანავე მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოში ან დღეს, ან გუშინ წინ ყოფილიყო სუფთა სახით ჩამოყალიბებული ავტორიტარული რეჟიმი. არც გამსახურდიას რეჟიმი მიმაჩნდა ავტორიტარულ რეჟიმად, არც შევარდნაძის რეჟიმი ავტორიტარულ რეჟიმად, არც სააკაშვილის რეჟიმი ავტორიტარულად არ მიმაჩნია, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს არ აქვს ავტორიტარიზმის რესურსი და ეს არის კარგი. ანუ ჩვენი საზოგადოება არის უფრო მძლავრი, ვიდრე ბევრი ჩვენი მეზობლის, აღმოსავლეთ მეზობლის და საერთოდ სხვადასხვა კონტინენტზე ცხოვრები ქვეყნების მოსახლეობის შესაძლებლობები არის, ზოგს არც კი აქვს დეკლარირებული დემოკრატია და არის ავტორიტარული რეჟიმი, ან არის აბსოლუტური მმართველობა, აბსოლუტიზმი, ზოგან მონარქიის სახით, ზოგან პრაქტიკულად უზურპატორის სახით. ზოგს აქვს დეკლარირებული, მაგრამ რეალურად ეს არ არის. ამასთანავე ჩვენ აი სადღაც შუაში ვართ, ჩვენ არ გვეყვა 20 წლის განმავლობაში 80-იანი წლების ბოლოდანაც მოყოლებული, ჩვენ არ გვეყვა ჩვენი საშინაო რესურსი იმისთვის, რომ გავხდარიყავით ისეთივე წარმატებული დემოკრატიული საზოგადოება, სახელმწიფო, როგორიც მოხერხდა ბალტიაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ამასთანავე ჩვენ პრინციპულად განსხვავდებით ჩვენი მენტალობით, ჩვენი შესაძლებლობებით, თავისუფლებისადმი ჩვენი მიდრეკილებთ ინდივიდუალიზმით, ჩვენი ბევრი მეზობლისაგან, რომლებიც ცხოვრობენ ჩვენს აღმოსავლეთო ატეტავანა მილეთში. ანუ მართალი ბრძანდებით, მაგრამ ეს არის ჯერ ვითარების აღწერა. ამიტომ, როდესაც რომელიმე ევროპელი ექსპერტი ჩამოვა და იტყვის, რომ რა გნებავთ, კი, თქვენთან არის პრობლემები დემოკრატიასთან მიმართებაში, არჩევნებში, რა თქმა უნდა, არის პრობლემები, მაგრამ თქვენთან არჩევნები უკეთ ტარდება, ვიდრე აზერბაიჯანში ან ყაზახეთში, ეს შემთთვის არ არის ადეკვატური ასახვა ვითარების. მე მაინტერესებს, რატომ ვერ მოვახერხეთ ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ყოფილიყავით თუნდაც ისეთი მინიმალური სტანდარტის დემოკრატიული ქვეყანა, როგორიც არის ვთქვათ ბულგარეთი, ვთქვათ რუმინეთი, რომლებიც დღეს არიან უკვე ევროკავშირის წევრები,
და ნატოს წევრები. Რა თქმა უნდა, მათ მიმართ დამოკიდებულება სტანდარტი უფრო შეღავათიანი იყო ევროატლანტიკური სივრცეზე ვიდრე ჩვენს მიმართ, მაგრამ ამასთანავე ფაქტი არის, რომ თავი რო დავანებოთ ჩეხეთს, უნგრეთს, პოლონეთს, ბალტიის ქვეყნებს, ჩვენ კავკასიის რეგიონში ვართ განსხვავებულები ჩვენი მეზობლებისგან. განსხვავებულები ვართ. კავკასიის რეგიონი, სამხრეთ კავკასია, ეს არის უპირველეს ყოვლისა გეოგრაფია და ეს არ არის გეოპოლიტიკური ერთეული. მე ამ შეხედულებას ვემხრობი, რამდენიმე წლის წინ უფრო ყოჩაღათაც კი ვიყავი, როცა სომხეთში თუ აზერბაიჯანში თუ ევროპაში ვლაპარაკობდი იმაზე, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა შავი ზღვის რეგიონით შევიდეს ევროპაში, დიდ ევროპაში და თქვენც წაგეხმარებით, იმიტომ საქართველოში დემოკრატიული რესურსი უფრო მეტია, ვიდრე იყო ჩვენ სამეზობლოში მაშინ. დღეს მე ვფიქრობ, რომ სხვაობა ჯერ კიდევ არის ჩვენ სასარგებლოდ ამ თვალსაზრისით, საქართველოს არ არის ისეთი მართლობის სისტემა, წარმოადგენს როგორიც არის თქვა აზერბაიჯანი, არ ვლაპარაკობ ცენტრალურ აზიაზე. კირგიზეთს გარდა ეს განსაკუთრებულია, იქ 5 წელიწადში ერთხელ მოიყვანენ ერთ კაცს და მე იგივე ხალხი გაუშვებს იმ კაცს. დანარჩენ ქვეყნებში პრაქტიკულად ჩამოყალიბდა ავტორიტარული ძლავრი რეჟიმები. ჩვენ ამ თვალსაზრისით, ჩვენ გჭირდება ევროპის წახმარება რეალური, რომ ისე როგორც ბულგარეთს, რუმინეთს და სხვა ქვეყნებს ეხმარებოდნენ, რომ ჩვენ ვიქცევთ ამ ევროპული სივრცის ნორმალურ ნაწილად. მეორე მხრივ, ჩვენ თავად ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. რატომ რომ კითხულობ, ეს ბევრჯერ დამისვამ ჩემი თავისთვის ეს კითხვა, მიფიქრე ახლა დამიწერია ჩვენ ქართველი ხალხი. ჩვენ 400.000 კაცი. ყველა მეოთხე ქართველი. 80-იან წლებში ვიყავით კომპარტიაში. მე ახლა ვლაპარაკობ მრავლობითში, იმის მიუხედავად მე სად ვიყავი და ბატონი სოსო სად იყო და ნებისმიერი სხვა წევრი სად იყო, ხო? ჩვენ ქართველების დიდი ნაწილი, წარმატებული ქართველების დიდი ნაწილი ბუნებრივად ვთვლიდით კომუნისტურ პარტიაში ყოფნას. ამაში ჩვენ განსაკუთრებული და გამორჩეულები კი არ ვიყავით. აღმოსავლეთ გერმანიაში პროცენტულად ჩვენზე უფრო დიდი პროცენტი იყო მათ მართლ პარტიაში, ერთადერთ პარტიაში პრაქტიკულად ყოფნის. ჩვენ საბჭოთა კავშირში 70-იან 80-იან წლებში ჩვენ ქართველები მეცილად თავს გრძნობდით კომფორტულად. ქართველების აბსოლუტური უმრავლესობისთვის საბჭოთა საქართველო იყო მისაღები, ფორმა საქმიანობის და ცხოვრების. ჩვენ მიგვაჩნდა, რომ რასაც ხელფასით ვიღებთ, იმის გარდა კიდე სხვა საშუალებებიც გვაქვს თავის და ოჯახის რჩენისა და 100-დან ერთ შემთხვევაში თუ კამპანიური რაღაცა შეტევების დროს საშავარნაძემ 70-იან წლებში ნეგატიური მოვლენების წინააღმდეგ ბრძოლა რო დაიწყო, მაშინ ვიღაცა მოყვებოდა ამ გადაგდებულ ბადეში, მაგრამ ეს არ ცვლიდა ცხოვრების წესს. ანუ ეს ხო დაპურებული ხალხი და იმპერიული ცენტრი ქართველებს, ისე როგორც სომხებს, აძლევდა შესაძლებლობა, არა მარტო ჩვენ, მაგრამ ამჟამად ქართველებზე ვლაპარაკობ, აძლევდა შესაძლებლობას მეტი კანონდარღვევის ფონზე უკეთე ცხოვრა, ვიდრე საკუთრივ რუსიერის დიდი უმრავლესობა ცხოვრობდა. მე რა მამარდაშვილი ამბობდა ესეთ რამეს, რომ რუსეთი არსებობს არა რუსებისთვის, არამედ რუსების მეშვეობით. რუსეთის იმპერიაზე ლაპარაკობ. რუსი ერის ჩამოყალიბების პროცესი მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა რუსული სახელმწიფოს და იმპერიული ტიპის სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესს. ეს პრობლემები რუსებს დღემდე გამოყვა. მათ ნაციონალური იდენტურობის პრობლემა ბოლომდე არ აქვთ ამოწურული, თუმცა ახლა ჩვენც უამრავი პრობლემა გვაქვს. ამას იმიტომ ვიხსენებ მოკლედ რო ვთქვა. ჩვენ საბჭოთა პერიოდში 70-იან 80-იან წლებში არ ვლაპარაკობ წინა პერიოდებზე. ჯალათი ჩვენ ვიყავით და მსხვერპლი ჩვენ ვიყავით. ერთდროულად ვიყავით. ეს მარტო ჩვენ არ დაგმართია. აი გუშინ 9 მაისი იყო და ძალიან ესეთი უცნაური ინიციატივა წამოვიდა, რომ გინდა თუ არა ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილი რა კი 8 მაისს აღნიშნავს, ჩვენც მაინდა-მაინც 8 მაისს აღნიშნავს. ისრაელი 9-ში აღნიშნავს, პოლონეთი 9-ში აღნიშნავს. ჩვენთან საქართველოში იმ დროს, როცა
მოხდა ამ კაპიტულაციის გამოცხადება და ჩატანა მაშინდელ იმპერიულ ცენტრში, ჩვენთან 9 იყო მაშინ, ასე რომ ამას ისთვის ვიხსენებთ. ჩვენ გჭირდება რეფორმირება და რეიმიტაცია რეფორმების. ესეც ერთ-ერთი დამოკიდებულება. 8-ში აღნიშნავ თუ 9-ში ამით ევროპელი ვერ ხვდები. და ასე მარტივი დამოკიდებულება არის. როდესაც 9 მაისს აღინიშნებოდა ფაშიზმის დამარცხების, საბჭოთა კავშირის გამარჯვების და ფაშიზმის დამარცხების 60 წლისთავი 2005-ში პრეზიდენტი ბუში ჩავიდა მოსკოვში 9 მაისს. და ამიტომ ეს ჩვეულებრივი ერთი თარიღიცა, მეორე თარიღია სხვადასხვა ქვეყნებს საერთოდ სხვადასხვა თარიღები. ამიტომ ეს თავი არსება არის. ჩვენ დავიწყეთ ლაპარაკი იმაზე, რომ საბჭოთა კავშირის ნგრევის პროცესში ჩვენი საზოგადოება, ჩვენ ქართველი ერი არ ვიყავით თურმე სათანადოდ მზად სრულფასოვანი თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის. ამიტომ რა მოხდა? მოხდა ის, რომ ჩვენ გადავაბარეთ პასუხისმგებლობა პირველივე არჩევნებში ერთ კონკრეტულ პიროვნებას და მის პოლიტიკურ ძალას, ზვიად გამსახურდიას და ამასთანავე წელიწად ნახევარში იმ ხალხის 2/3-მა, ვინც ზვიად გამსახურდიას მიცა, ხმა მისცა ედვარდ შევარდნაძეს. სტატისტიკურად სხვანაირად არის თქვა. სხვა შორის იმ ხალხის 2/3-მა, ვისაც შევარდნაძის ჰქონდა ხმა მიცემული, მერე ხმა მიცა სააკაშვილს. მე რას ვამბობ? ჩვენ ვერ მოვახერხეთ პოლიტიკურ ძალთა მონაცვლეობა. ჩვენ ჩავრჩით პოსტსაბჭოთა პერიოდის საწყის ეტაპზე, განსხვავებით ბალტიისგან. ბრაზაუსკასი გარდაიცვალა შაშა. გარდაიცვალა ბრაზაუსკასი, რომელიც იყო ლიტვის კომპარტიის ცეკას მდივანი, მან ჩაატარა არჩევნები 90 წლის 11 მარტს, წააგო არჩევნები საიუდისთან, ლანსბერგისი გახდა ლიტვის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე, გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ბრაზაუსკასი იყო ოპოზიციის ლიდერი, შემდეგ მოიგო არჩევნები, შემდეგ კიდე იყო ოპოზიციაში, შემდეგ იყო პრემიერ-მინისტრი. როდესაც მონაცვლეობები ხდება, ასე მოხდა პოლონეთში, ასე მოხდა პოლონეთში, ორგზის პრეზიდენტი არის, რომ მესამეჯერ არ ქონდა პრეზიდენტობის უფლება, ეხლა არის ერთ-ერთი სამყარო ოპოზიციური პარტიის ლიდერი პარლამენტში. ასე ხდება, ეს ჩვეულებრივი ამბავია. როდესაც არ გყავს ნახელისუფლარი პარტია, ესე იგი ჯერ კიდე ხარ პოსტსაბჭოთა პერიოდის საწყის ეტაპზე. ჩემი ამოცანა არის, მე ბიოლოგიური ზიზღი კი არ მაქვს ნაციონალური მოძრაობის მიმართ. მე მირჩევნია ნაციონალური მოძრაობიდან პირველად და აი ამ პოსტსაბჭოთა საქართველოს ისტორიაში მივიღო ნახელისუფლარი პარტია ოპოზიციაში, ეს მირჩევნია ქვეყნისთვის, ვიდრე ამ პარტიის ისევე გაქრობა, როგორც გაქრა მოქალაქეთა კავშირი, აღორძინება და მრგვალი მაგიდა. იმიტომ კი არა, რომ გულშემატკივარი ვარ მათი, მე მინდა მათი დამარცხება, მაგრამ უკეთესი იქნება ნაციონალური მოძრაობიდან გამოდნეს, აი ბრაზაუსკასისგან რომ გამოდნა ისეთი კონკურენტუნარიანი პოლიტიკური ძალა, ვიდრე ვითარება წავიდეს ისევ რევანშიზმის მიმართულებით. სახელმწიფო გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია და შეიძლება გადამწყვეტით, მაგრამ თუ სისტემა არ შეიცვლება, ბატონო დავით, ბატონო სოსო, არაფერი არ გამოვა. მოვა ახალი ძალა თუ გამოცდილების მქონე სახელმწიფო. სისტემა ეხლა გეტყვით, ჩვენ საუბრობთ ძალიან ხშირად, რომ დემოკრატიის დეფიციტზე საქართველოში ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუ და გამიჯვნაზე საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების უკვე მედიის როგორც მეოთხე ხელისუფლების ისიც კი პრობლემაა მისი გამიჯვნა, ხო? ამ ბოლო წლებში ჩვენ ეს დავინახეთ. რისი თქმა მსურს არ შეიძლება ვერ განიმიჯნება ეს რაღაცა ხელოვნურად თუ ამისთვის არ იქნება ბუნებრივი საფუძველი და რა უნდა იყოს ამის ბუნებრივი საფუძველი რა თქმა უნდა თუ ისე ნებისმიერი პოლიტიკური ძალა აქვს მას გამოცდილება თუ არა აქვს მოვა როგორც თავკომბალა ამ პარლამენტში და იქნება აბსოლუტური უმრავლესობა მეთანხმებით თუ არა დავით თქვენ რამდენი გზის დეპუტატები ბრძანდებით 3 ხო მეთანხმებით თუ არა პრინციპში არაფერი არ შეიცვლება და მე ნამდვილად მართალი ბრძანდებით სააკაშვილი და მისი გუნდიც კი რომ არა ასეთი სათბური პირობები თუ მათ ექნებოდა სერიოზული საკონკურენტო გარემო და ამ შემთხვევაში კონკურენცია ვერ წავა ნეგატივზე ხო უნდა წავიდეს პოზიტივზე ქვეყნისთვის სახელმწიფოსთვის მისი ინტერესებისთვის
რა თქმა უნდა, მათთვისაც გათილებით უკეთესი იქნებოდა, ჩვენთვისაც და ბუნებრივია ძალიან კარგი იქნება, თუ რაც შეიძლება ჭრელი იქნება მომავალი პარლამენტი და რაც შეიძლება ჭრელი შემადგენლობა მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. მაგრამ ისევ პრობლემაა საზოგადოება. თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ ერთ კაცს გადავაბარეთ ხელისუფლება, ხო? ჩვენ სულ ასე ვიქცევით სამწუხაროდ. არა მხოლოდ პრობლემა სახელმწიფო გამოცდილების მქონე პოლიტიკური ძალა, არამედ პრობლემა ჩვენშიც არის, ხომ, საზოგადოებაში. აი ეს ლამაზია, მაღალია, ასეთია, ისეთია, შემტევია და მთელი საქართველო მიდის და პრინციპში ზოგადად ერთ ადამიანს აძლევს ხმას. როცა მე მეკითხებიან, ვის მისცემ ხმას მაგალითად, სულ ვამბობ, ვისაც ყველაზე ცოტა ამორჩეველი ყოლება, იმას მივცემ ხმას. იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენ ვერ მივიღებთ ესეთ ჭრელ პარლამენტს და თუ არ იქნება ჭრელი შემადგენლობა პარლამენტში, თუ ისევ თავყომბალა მონსტრი უმრავლესობით მოვა ნებისმიერი პარტია, ვინც არ უნდა იყოს ის, ხო? სისტემას ვერ შევცვლით ბატონო სოსო, მეთანხმებით თუ არა? მე ვსაუბრობ მარტივად, რადგან გაიგოს მსმენელმა და მაყურებელმა. მე ხარ შევდივარ ამ სამართლებრივ და პოლიტიკურ რაღაც ტერმინოლოგიაში, სულ ვცდილობ, რომ ჩემმა მსმენელმა და მაყურებელმა ადვილად აღიქვას რა რისი თქმაც მინდა, აი ამ ჩემი გულის ტკივილის. იურიდიულ მეცნიერებაში უკვე 100 წელიწადზე მეტია არსებობს თეორია ასეთი, ესე იგი, რომლის არსი იმაშია, რომ არც ერთ კარგ კანონს მექანიკურად არ შეუძლია რეალობის შეცვლა, მხოლოდ კარგ კანონს. ესე იგი, ნუ აქ ბევრი კომპონენტია რა. რასაკვირველი ახლა ბალტიისპირეთში და ბალტიისპირეთში 90-იან წლებში ცოცხალი იყო ის თაობა, ვინც წყვეტა არ იყო იქ. წყვეტა, ჩვენთან წყვეტა იყო რამხელი. იქ სხვა ტიპის წყვეტა იყო, იქ სხვა ადამიანი ყავდა დაფოცილი, მაგრამ ახსოვდა ხალხს. მაგრამ ახსოვდა, ესე იგი, იყო, აი ეს მეხსიერება იყო რა. ესე იგი, ჩვენთან იყო აი ეს მეხსიერება 70 წლიანი, ყველა კარგად ცხოვრობდა რა. და მართლა წარმატებული რო ყოფილიყავი, უნდა პარტიის. არა, მეხსიერება იყო ბატონო, რა თქმა უნდა. მეხსიერება იყო, ეხლა მე მეხსიერება რო არ ყოფილიყო, იმპერიაში ვიქნებოდით ეხლა. ეხლა მე მთელი სიცოცხლე მსახურობდი მეცნიერებათა აკადემიაში, არც ერთ თქვა თუ სახელმწიფო ორგანოში კრალი იყოს დამოუკიდებლობის. მაგრამ როგორ აღორძინდა, ესე იგი იდო და არ მსახურია არსად არა. მე კომუნისტურ პარტიაში 23 წლის ვიყავი, მიმიგეს მაშინ როცა ხდებოდი ნიკო მუსხელიშვილის თანაშემწე. მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის. მაშინ მთელი აკადემიის პრეზიდენტი, პრეზიდიუმი მთლიანად პარტიის წევრი იყო. პარტიის წევრი იყო სულ ყველა, გიორგი წერეთელი არ იყო, მხოლოდ პარტიის წევრი. აღმოსავლეთ და ეს არც არის სასაუბრო. მაგრამ ეს რა იყო? ესე იგი რა იყო? მე 10 წელი ვიყავი იქა და 10 წელიწადში 10 კრება არ ჩატარება, რომელი პარტიის, რომელი რა იყო? ეს სხვა ჩვენთან სხვა იყო, სხვა იყო მაგალითად თემაში, რა ქვია, 31 ქარხანაში ნახსოვ ჩვენთან აკადემიაში წიგნი დაიწერა ერთი დისიდენტური მითო მუშანგისი და მოინძე იყო მეცნიერი გახსოვს ეს რა? ლექტორი იყო და წიგნიც მაჭურკა. და ვითომ მეცნიერი აქვს მე. ეხლა შევარდა და როდესაც პარტიის კრება დიდი იმით მოვიდა და მოვიდა 31 ქართლის დირექტორი, გონი ხვადაგიანი იყო თუ რაღაც ესეთი გვარი და თქვა, ეს რა წიგნი გამოვიდაო? ერთი კვირა მუშები გაიფიცნენ პროტესტის ნიშნად. ეხლა მუშებს ძალიან ედარდებოდათ უშანგისი და მოინძებ იქ ფედერალისტებზე და იმასე ერთი სიტყვა დაწერა მოიჭრა. და მგონი გავიხსენებ კიდე სათაურს ერკვეცის, რა ქვია. დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის ბურჟუაზიული, წყვილ ბურჟუაზიული და სოციალისტური ისტორიოგრაფია. ასე რომ დასახელებაში ყველაფერია. დასახელებაში ესეთი საბჭოთა თვალსაჩინო კრიმინალური არაფერი, მაგრამ შიგნით ბევრი ამბავი ეწერა. ბევრი საინტერესო. პიროვნებების ბიოგრაფიები, როგორც ესე მთავრდებოდა წინადადებით. გარდაიცვალა 1927 წელს. ეს იყო. სულ, ესე ამიტომ მაშინ იცით ეს სხვა იყო ხლა. იგივე ბულგარეთში და რუმინეთში, რა. აი ამის წინ გამოქვეყნდა ერთი საინტერესო, ესე იგი დოკუმენტი გამოქვეყნდა ევროკავშირის ეგიდით. რა არის, რომ აი ეს აღმოსავლეთ ევროპის ახალი გაწევის წევრები ნატოში და იმაში რა. ხორეს, რუმინეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი. ესე იგი, რო გახდნენ ევროკავშირის წევრები, ძირითადი დემოკრატიული რეფორმები მერე გატარდა. მიიღეს ავანსად ისინი. ამ ორმა განსაკუთრებით. ხო, ამ ორმა განსაკუთრებით, იმიტომ რომ ჩეხეთში და როგორ ფიქრობთ, რატომ მიიღო ავანსად ისინი?
აი რატომ მიიღეს ავანსად? ჩემი აზრით აქ უფრო გეოგრაფიული რა თქმა უნდა, ევროპა იყო და რატომ იყო ახლა ნატომ პირველად რო გამოიყო და ეგ იუგოსლავია დაანგრიეს. რატო ევროპის ცენტრში არ შეიძლება ყოფილიყო კომუნისტური რეჟიმი. თქვა მილოშევიჩი არ შეიძლება ყოფილიყო. ანუ მივედით იმ დასკვნამდე რომ ჩვენი სერიოზული ბარიერი არის ჩვენ მადლი და ცხელა არის შეიცვალა მე ბევრი. ახლა თურქეთი 52 წელში ნატოში რომ მიიღეს არა რომ ნახოთ იმ პერიოდის თურქეთი რა იყო ნატოში კი არა იმაში არ მიიღებენ ახლა ევროპის რა ვიცი გაეროში არ დაბიეღოთ ხო არა ნატოს თავისი ინტერესები აქვს და ბუნებრივია გასაგებია ისიც ავანსად მიიღეს და თურქეთი დღეს თქვენ გონიათ რა საქართველოზე ძალიან დიდი წინარი მით თქვათ ან დემოკრატიით მით დიდი განსხვავება აქვს მაგრამ ნატოს წევრი არის აი ევროკავშირის და ოღონდ ევროკავშირის მისაღებში არის ცაცუცკული უკვე რამდენი წერია და ჟისკარ დესტენმა ისიც კითხვა თურქები არასოდეს ევროპელები ვერ გახდებიან ეგენი აზიელება დაიბადნენ ამდე რატომ უნდა გახდნენ ევროპელები თურქები მე ამ მესმის ამიტომ იცით რა შეურაცხყოფია ხა რადგან თურქია უნდა გახდეს ევროპელი რომ ფასეულობები დააფასოს იყოს თურქი და იცხოვროს მე არავინ მეკითხება თურქეთის მიღება არ მეგეუნებით ესე იგი რას ესე იგი ვალერი ჟისკარ დესტენმა რომელიც ერთდროს ევროპის პრეზიდენტათაც კი მოიაზრებოდა ესე იგი იმან დაბლოკა პრაქტიკულად მაშინ როდესაც იდგა საკითხი 6 თუ 7 წლის წინ რეალურად რო დადგა თურქეთის მიღების საკითხი მაშინ დაბლოკა თქვა ეგენი არასოდეს არ გახდებიან ევროპელები ეს ფაქტია ახლა ჩვენ ავანსად არავინ არაფერს არ მოვხდით ანუ ნატოს უღირდა ავანსად თურქეთის მიღება და გასაგებია ბევრი ფაქტორი გვაქვს ჩვენ რომელიც გამორიცხავს ამ ავანსად მიღებას. ნუ დღეს ახლა ბევრი რამეა, იცით, ახლა აქ მე მგონი, ახლა იმის ადგილი არ არის მაგალითად, ჩემი პირად მოსერე, მე ძალიან ესეთი ფრთხილი ეჭვით უყურებ იგივე მას ჩართულობა აღიარების გარეშე ამ ახალ სტრატეგიას, რა, ახალ სტრატეგიას, იმიტომ მე დიდი შიში მაქვს, რომ ჩართულობა შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ ადრე თუ გვიან შეიძლება აღიარებას მოყვეს ამ ჩართულობას, ესე იგი. ამას ეს აფხაზეთთან და ჩვენ რაღაცა ეს სხვა საკითხია. მოდი საქართველოში დაბრუნდეთ დღევანდელ პრობლემებზე. ეს სხვა საკითხია, ახლა რაც შეეხება აი დემოკრატიას, არა? ნუ აქ ეთყობა, ვიცით, ნუ მაინც ახლა 300 წელი შენდება დემოკრატია ბრიტანეთში, რა. და აი ეხლაც კიდე საარჩევნო ემასთან, კანონთან რა ამბავია, რა. ეს თქვენი პურია, თქვენ უფრო გაინტერესებს, ეხლა გიგახია, არავითარი დემოკრატია აქ არ არსებობს ამ საარჩევნო კანონებს დაყოფაში და იმაში. აგერ ეხლა შოტლანდიაში გაიმარჯვეს ნაციონალისტებმა ახალი წესით. ეხლა ბლერს აბრალებენ ყველაფერს. მაგან შეცვალე ეს საარჩევნო კანონი. ბატონო, ყოველთვის, როდესაც თქვენ ჩემთან ეთერში ხართ, ყოველთვის მოგხავთ მაგალითები, მე მივესალმები თქვენ სიგნიერებას, თქვენ განათლებულობას ამ სფეროში, მაგრამ მე რა თქმა უნდა, ირლანდია, შოტლანდია, ბრიტანეთი, ამერიკა მესმის, მაგრამ მე ყველაზე ძალიან მტკივა ის ქვეყანა, სადაც მე ვცხოვრობ, სადაც ჩემი შვილი იზრდება და სადაც ყველა ახლობლივ, სადაც არის ჩემი სამშობლო, ხო? დღეს ჩემს ქვეყანაზე, ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენ საერთო სამშობლოზე ვისაუბროთ. აი მე როდესაც მოვედი აქ მითხრეს რომ კიდევ ერთი პატიმარი გარდაიცვალა. საქართველოს საპატიმროებში. ჩვენ საუბრობთ დემოკრატიაზე, იცით? აი ესეც რაღაცა სპეციალურად ხომ არ კეთება. ჩვენ ისე ვაწვდით ჩვენს მოსახლეობას. დემოკრატია რაღაცა საშინელებას მიუღწეველი. ტეჩერის დროს ახლა კიდე იყვით ასე 7 თუ 8 ეს მოხდა. ბატონო სოსო ეს არის თემა ერთი წუთით. იქ ირლანდიელი მოხდა. ეს კი არა ის რა ქვია. ბატონო სოსო ამის ირონიზირება ის რაც დღეს ხდება ძალიან ცუდია რომ ცუდი არის ძალიან რბილი სიტყვა რაც დღეს ხდება სასამართლოში რა ქვია სხვადასხვა სამსახურებში იმედენად არა დაცული ვარ მე როგორც მოქალაქე რიგითი ხვალ ზეგ სახში როგორ მივალ ვის რა მოუნდება ჩემზე რის დაბრალება საკმარისი ერთი მოწმე ვიღაცა იპოვნა ესეთი დაუცველობა მე არ იცით რა არის გაგახსენებთ და თქვენ ახლა ჩემზე უკეთესად მოგიხსენებათ ბატონებო და მე ხშირად ვიმეორებ ამას სტალინის დროს 20 წლებში ტროიკა რატო შეიქმნა მარცვა ჯულება სასამართლო ხო ის არ იყო რაღაცა ტროიკები იქნებოდა რომლებიც ამ ადამიანებს ხრეთდნენ განაჩენები გამოქონდათ ესე იგი იმ ჩვენთან სასამართლო აბსოლუტურად იდენტურია
პროკურატურასთან პირველ პირთან იგივე ნულოვანი ტოლერანტობა. თქვენ თქვით რომ კანონი ძნელია რომ კანონს დაემორჩილოს ნულოვანი ტოლერანტობა. რატომ დაწერა იცით ციკლორმა ასეთი რამ? როდესაც პრეზიდენტი გამოდის პარლამენტში და ნულოვან ტოლერანტობაზე საუბრობს და მთელი პარლამენტი ფეხზე დგება და ტაშს უკრავს, რაღა დარჩენია ზადაწე არ დაწერს და შეიძლება ხო რაღაცა მოუწყონ და მანდატი დაატოვებინონ. ნებაზე ვსაუბრობ მე და ირონიზირება რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. და როგორ ხდება და დათო მიცის ახლა მე პირადი შუკლი ნამდვილად იცით ხო დათო არავისთან არ მაკავშირებს პირიქით ყოველთვის ნორმალური ურთიერთობა მქონდა იმიტომ რომ იყო რაღაცა პერიოდი როდესაც ჩვენ ერთად ვიყავით შევარდნაძის ოპოზიცია მაგრამ ის როგორც განვითარდა ქვეყანაში მოვლენები ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში მე ამის წინააღმდეგი ვიქნები ვით უმეტეს გამოცდილება მაქვს ძალიან ბევრი ხელისუფალი შეიცვალა ხო აი ამაზე ვისაუბროთ გავაგზავნოთ დიახ თორე ირლანდია და ბრიტანეთი გადასარევია იქამდე მივიდით ცირე დაზუსტება პარლამენტის უმრავლესობა დიდი უმრავლესობა ფეხზე წამოუდგა დიდი უმრავლესობა მაგრამ რა თქმა უნდა ოპოზიციური ფრაქცია ფეხზე არ წამოუდგა რა პირიქით ძალიან წარედ გააპროტესტეს და კიდევ ერთი რამ არის რომ როცა კიდევ უფრო მძიმე რამ გამახსენდა ახლა წინამოწვევის პარლამენტის საქმიანობიდან ვანო მერაბიშვილს წამოუდგა პარლამენტის დიდი უმრავლესობა ფეხზე გირგვლიანის ყველობის შემდეგ როცა საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი იყო გასული იყო ეს რეპორტაჟირებაში და დაწყებული იყო პროცესი როცა საზოგადოებისთვის ცნობილი იყო რომ ხა როგორც მინიმუმ შინაგან საქმეთა ministrs ფეხზე წამოსადგომად არ ქონდა საქმე გირგვლიანებთან მიმართებაში საბერძნეთი რო ყოფილიყო იმპიჩმენტის საკითხი ეხლა რო მეუბრუნდეთ საკითხს პრობლემა რაში გვაქვს მე ვფიქრობ რომ ჩვენ ბრძანებით წამოუგდე არა რა თქმა უნდა სწორედ ამას ეს უბედურება ტრაგედია ეს არის თორე ბრძანების შესრულება კიდე გასაგებია უნებრევია თუმცა საუბრია წინას ახლა იცით რა თქვენ აი ამას რო იტყვის ის თქვენ ადგებით ფეხზე აი რატო გაუჩნდათ იმ ადამიანებს ბატონო სოსო ამისი სურვილი მოდი ესე ვთქვათ რომ ფეხზე ვინც წამოუდგა იმათი დიდი უმრავლესობა ვანო მერაბიშვილის ჩაწერილი იყო იმ სიაში და იყო ანგარიშვალდებული მერაბიშვილის მიმართ და რაგი წამოდგა თავარი ხალხი მე ყველა დანარჩენი მიხვდა რომ ისინი თუნდაც აქ უკვე არის ტრაგედია სწორედ თავისით რომ მიუტრიალდეთ ამას მიუბრუნდეთ ამ თემას ანუ ჩვენ გვაქვს ერთგვარად გამონაყოლი საბჭოთა პერიოდიდან და წინა პერიოდებიდან მრავალი საუკუნის განმავლობაში ასე მარტივი არ არის მე გეთანხმებით იმაში რომ ეხლა ევროპაში ბრიტანეთში საკუთრივ ბრიტანეთში როცა დემოკრატია იქმნებოდა მაშინ ბრიტანეთის იმპერიაში მზიარ ჩადიოდა და ჯერ კიდე მონობა იყო როდესაც ამერიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა იმის შემდეგ გავიდა 7-8 ათეული წელი სანამ 4 წლიანი ომი არ დაჭირდათ მონობის გასაუქმებლად ამიტომ პრობლემა გასაგებია რომ ასე ადვილი არ არის დემოკრატიაში შესვლა მეორეს მხრივ ძალიან სწრაფი ტემპებით ის გამოცდილება რაც ცივილიზებულმა სამყარომ დააგროვა დემოკრატიულმა სამყარომ იბათ 10 და 20 წელი რო ჭირდება შენ 6 თვეში და 1 წელიწადში შეგიძლია ითვისო და ტექნოლოგიურად საინფორმაციო სივრცეში ერთი და იგივეში ვცხოვრობ ჩვენ ეხლა აქ საუბრობთ იგივე ტექნოლოგიებით ჩვენ ყველს სარგებლობთ იგივე ტექნოლოგიებით რა ტექნოლოგიებითაც ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ სადმე სხვაგან ინტერნეტ ტელევიზიით მუშაობთ ხო ისე როგორც სხვებ ჩვენ ბევრ დროში ვცხოვრობთ ერთდროულად ეს ჩვენი პრობლემა ურემს ვერ დაინახავ წარმატებულ ევროპულ ქვეყანაში სამუზეუმო ექსპონატის გარდა ჩვენთან ტრანსპორტის მთავარი საშუალება გახდა კვლავ ამდენი ათეული წლის მე ჩემს ბავშვობაში ამიტომ ერთი პრობლემა ჩვენ მქონდა რომ ჩვენ სრულფასოვნად ვერ შევხვდით თავისუფლებას ანუ დამოუკიდებლობა კარგად ვერ გავიაზრეთ მეორე პრობლემა ის არის რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ამ 2 ათეული წლის განმავლობაში გულისხმობ ყველა ხელისუფლებას და ყველა ოპოზიციურ პარტიას უკლებლი საკუთარი პარტიის ჩათვლით არ აღმოგვაჩნდა მეტნაკლებობა არის უნებრივია რაღაცა სხვადასხვა შეფასება ზოგმა მოაღწია დღემდე ზოგმა ვერ მოაღწია არც ერთი პოლიტიკური ძალა საქართველოში არ აღმოჩნდა დამოუკიდებლობის 60-ის
ღირსი და ტოლი. მზაობა არ ქონია. მზაობა საკმარის ზოგს სისუსტის გამო არ ქონდა, ზოგს ინტელექტის გამო არ ქონდა, ზოგს წესიერების გამო არ ქონდა, ზოგს ყველაფრის ერთად. დიდი მადლობა ბატონო დავით სმენელია ხაზზე ბატონო სოსო ერთი წუთით. საღამოშვიდობისა გისმენთ თქვენ ეთერში. საღამოშვიდობისა. დიახ. ბატონო სოსო ეხლა მომეცა სასწავლება რომ ამერიკა ეთერში და თქვენ პირდაპირ დაგლაპარაკებოდით. თქვენ ახლა წერან მე მგონი ექსპერტებზე ლაპარაკობდით და არ მგონია რომ თქვენ ვინმეზე უკეთესი ექსპერტი იყოთ. რატო ისე მე არ ვლაპარაკობდი. სტარტაპ პერიოდში ძალიან დიდი პერიოდი ყავთ ამერიკისა. დღეს ახლა რუსეთის მტერი ხართ და ამერიკას შენი კეთილი მოსურნე ყოფილი. ვის მიმართავთ ხალბატონო ვის? არ მგონია რომ თქვენ პრეტენზია უნდა გქონდეთ ექსპერტობაზე. ხალბატონო ერთი წუთით ხალბატონო ვის მიმართავთ კონკრეტულად რომელ სტუმარს? თუ მე თუ ვერ გავიგე. არა სპეციფიკაზე ხომ არის თქვენი სტუმარი. კარგი დიდი მადლობა ხალბატონო მადლობა. გავაგზავნოთ რა. ხოჯერეთი პატარა რებატება. აი უკვე რამდენი წელია ტელესტუდიაში ვარ. მაპატიოს ყველაფერს, მაგრამ აკუბარტიას და ვიხოთ აი იმედში ვიყავი დღეს რადიოში, ვიყავი. ერთი ნორმალური შემოსული ზარი არ მახსოვს. ესე იგი რა არის აქ რომ ნორმალური ხალხი არ რეკავს, არ შემოდის? აი არ ვიცი, ეს მაინტერესებს. ბატონო სოფია თუ ის ხალბატონი არ არის მართალი სულ ეგზოტიკური მართალი ეს არა სულ ეგზოტიკური შეურაცხყოფების გაცვლა გამოსვა გავაგზავნოთ დიახ ჯობს ამიტომ უფრო ჩვენს პრობლემებს ამიტომ ერთი პრობლემა ჩვენ რაც ჰქონდა რაც გადმოყვა საბჭოთა პერიოდიდან და წინა საუკუნეებიდანაც ჩვენ არ ვიყავით სახელმწიფოებრიობისთვის გზად ერთი ეს მეორე ჩვენ არ ვიცოდით რა იყო დემოკრატია და ჩვენ კარგად გააზრებული არ გქონდა რომ ხმები უნდა გაანაწილო უნდა იყოს პლურალიზმი ჩვენ ჭრელი საბჭოთა საქართველოსდან ჯერ კიდევ ვერ მოვახერხეთ პლურალისტური საქართველოს ჩამოყალიბება ჩვენ არ ვიცოდით რა გვეთქვა აფხაზებისთვის და ოსებისთვის ჩვენ როდესაც აფხაზებს ვეუბნებოდით, მე ხას უსვამ ჩვენ და არ ვლაპარაკობ ახლა აქ იმაზე, რომ იცი რა, მე მაშინ უკეთ ვხედავდი, სხვა ვერ ხედავდა და ასე შემდეგ. ეს არ არის არსებითი. არსებითი არის, რომ ჩვენ ქართველებმა აფხაზებს დამოუკიდებელ საქართველოში ვერ შევთავაზეთ ის მოდელი, რომელიც მათ დააკმაყოფილებდა. ჩვენ ვთქვა, ჩვენ ვიქნებით დამოუკიდებლები, თქვენ თუ გინდა წადით თქვენს ჩრდილოეთ კავკასიაში. თუ გავიხსენებთ საარჩევნო კანონს, სწორედ დამოუკიდებლობის შემდეგ, ეს იყო ფანტასტიკური საარჩევნო კანონი და იყო სერიოზული შეთავაზება. იმ ხელისუფლებამ, რომელმაც თქვენ ადრე დამოუკიდებლობას ამბობ? არა, მე 90-იანი არა, მაშინ შეთავაზება იყო ძალიან სერიოზული. მოდა მოვიდეთ საკანონმდებლო დონეზე. სანამ 91 წელს იქნებოდა 28-26-11, ანუ ქართველების და აფხაზების ახლა არა მაინდა-მაინც დემოკრატიული, მაგრამ თავსებადი და ქართულმა ხელისუფლებამ მაშინ კომპრომისული გზით იარა. მაგრამ ანუ ეს არის და ეს პლუსია. გამსახურდია ეს ხელისუფლების, მაგრამ მინუსია მის გახელისუფლებამდე იმ რიტორიკით აფხაზებთან ლაპარაკი და ეს ტექსტები არსებობს, ვიდეო კადრებიც არსებობს და აფხაზებმა ყველა მიცის. ამიტომ რომ მოკლედ ეს ჩვენი მიწაა და შილო კავკასიაში წადით. ანუ ეს მე მარტო გამსახურდა ეს კი არ ვლაპარაკობ. მე ვლაპარაკობ საერთოდ ქართული საზოგადოების დამოუკიდებელ ოსურ პრობლემაზე, აფხაზურ პრობლემაზე. ჩვენ აი ეს პრობლემაც ჰქონდა, ჩვენ კარგად არ ჰქონდა გააზრებული, რომ დამოუკიდებელი საქართველო შედგებოდა მხოლოდ როგორც პლურალისტური ქვეყანა. ჩვენ უნდა შეგვეთავაზებია აფხაზებისთვის, ეროვნული უმცირესობებისთვის იმაზე მეტი, ვიდრე ისინი დაინახავდნენ იმპერიულ ცენტრთან. ეს პრობლემაა. რატო აი ეს ამაზე ჩვენ ყველაფერზე საუბრობთ და ჩვენ გვესმის ეს იყო შეცდომა. მე რა მაინტერესებს ხელისუფლებას, რატომ არა აქვს ეს განცდა, რომ ისწავლოს იმ შეცდომებზე, მე ვფიქრობ, რომ ეს ხელისუფლება არ ექვემდებარება გაუმჯობესებას. მე ვთქვი, როცა მოხერხდა 6 მაისს ასან აბაშიძის პრობლემის უსისხლოდ გადაჭრა, მე მაშინ ვთქვი, დილიანე ხაინდროვამ თქვა და ღიად ვთქვით ეს, რომ ეს არის წარმატება ხელისუფლების სამწუხაროდ ეს აღმოჩნდა პირველი და ერთადერთი
ერთადერთი სერიოზული წარმატება სააკაშვილის ხელისუფლებას. თუმცა აქვე მინდა გითხრათ, რომ ეს წარმატებას თვითონ ასლან აბაშიძე ხარ არ წასულიყო და ასლან აბაშიძეს მოდი ამ თემაზე მოვიჯეთ, მოდი ესე ვთქვათ რა. მოდით ახლა ნუ დავუკარგავთ. მე მახსოვს თქვენ ერთხელ მომეცით გაზეთ ალიასთვის ასეთი კომენტარი, მე ტელეფონით დაგიკავშირდით, ლევან მარშალომიძესთან დაკავშირებით რაღაც კითხვა მინდოდა და თქვენ მომეცით ასეთი ინტერვიუ, რომ ასლან აბაშიძე კაცი მაინც იყო და ლევან მარშალომიძესთან საერთოდ ვეღარ გავიგეთ ეს ვინ არისო. ანუ რისი თქმა მინდა, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ იყავით მოწინააღმდეგეები, ეს პატარა ხომ დაინახეთ მისი. კი, მოდი ესე ვთქვა. ეხლა ესე ვთქვა, რომ წავიდა. ბევრი რამ დავინახე. მისი ისიც არის. კი, ნუ თუმცა ახლა დიდი არჩევანი მას აღარ ქონდა. 2004 წლის 28 მარტს ბათუმში ჩვენ ავიღეთ 25000 ხმა, ასლან აბაშიძის აღორძინება მაიღო 15000 ხმა. მაშინ პრაქტიკულად დამთავრდა პოლიტიკური პერსპექტივები ასლან აბაშიძის. ის რომ არ მოიქცა არაადეკვატურად, რა თქმა უნდა არის. რა თქმა უნდა არის დეფიციტია ბაქჩემო და ეს არის. მე მეცადე დამარცხდა სააკაშვილის შეურდაზე სროლელი რო არ იყო, ამის ალბათობა მქონდა დიდი. ასლან აბაშიძე როგორ მოიქცეოდა მე ეს არ ვიცი, იმიტომ რომ მისი გარემოცვა ძალიან ისეთი არასტაბილური იყო. ეს პროცესი მოხდა. ეს რომ მოხდა, ბევრი ფაქტორი იყო, მაშინ რუსეთის ფაქტორიც იყო და სოветის ფაქტორი ბოლბოლ ეს ივანოვიჩი ჩამოდიოდა ყოველი იმის სასაყვანად. ქართველი ცენტრალური რეგიონული ხელისუფლის, ხო? სამწუხაროდ ამის შემდეგ ყველა სხვა პროექტი, რომელიც დაიწყო წარმატებულად, იქნებოდა ეს პატრული. რა თქმა უნდა, საბჭოთა გაიშლიქჯობია პატრული. მაგრამ როგორც კი ეს პატრული, მისი ფუნქციის მიღმა უცებ იქცევა 7 ნოემბერს რეპრესიულ მანქანად. როც არის გვაქვს ჩვენ სამოქალაქო რეესტრი. ერთი ფანჯრის პრინციპი ჯობია იმ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდის ამბავს. მაგრამ როგორც კი სამოქალაქო რეესტრი მისი ძირითადი ფუნქციის გარდა სიებს გააყალბებს და არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობს, ეს უკვე არის სწორედ რეპრესიული მანქანის შემადგენლობაში და ის ტელევიზიები რა ჩვენ გვაქვს, სახელმწიფო ტელევიზიები, ნუ ახლა მე ხანდახან უყურებ ხოლმე რუსულ სახელმწიფო არხებს, ჩემი მეგობარია ვალოდია რიშკოვი, რომელსაც უამრავი წელიწადია ვიცნობ, რუსული დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, ის ეძახის მის ტელევიზიებს კრემლ TV-ს და ნუ ახლა რა ის და თან იქ მასშტაბურია და რა ეს ჩვენი სატელევიზიო არხები. ამიტომ ამოცანა ამაშია. საზოგადოება დღეს უფრო მზად არის, ვიდრე იყო ადრე. პოლიტიკური სპექტრი, მე ვფიქრობ, ყოველ შემთხვევაში ოპოზიციაში გამოიკვეთა მეტი კვალიფიციურობა, ვიდრე იყო აქამდე. ხელისუფლება თუ იქნება უფრო კვალიფიციური, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, თუნდაც საკუთარი ტყავის გადარჩენიდან გამომდინარე. მუბარაკი 30 წელი იყო. ვერავინ ვერ გაძლებს, თუ ის არ არის კომპრომისი. რა თქმა უნდა, ყველა იმპერია ინგრევა და ბატონო სოსო უკაცრავად ძალიან დაგვეჩაგრეთ, აი ვუპასუხებ მსმენელს და შემდეგ უკვე თქვენთან მექნება კითხვა. საღამოშტობისა გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. აი თქვენი სტუმარი ამბობდა უსმენდი რომ იმ ხალხმა უძლიერ განსაკუთრებული აირჩია ორმა მესამედმა შევენელსის ყველა უდიდესი ტყუილი და ფარისეულობა და წინიწამება 93% არჩევნებში მონაწილეობა აღებდა. აი იმ ხალხმა უძლიერ განსაკუთრებული აირჩია ზოგს ხურიტადა, ზოგს არბონა, ზოგი თაგადუნა გააკეთა. თბილისში როგორ იყო ბატონო 92 წლის? თბილისში როგორ მოიქცა 92 წლის 11 ოქტომბერს ხალხი? გისმენთ? ეს ის გამათავეს, აი მაკალკის ბოლოები, გუშინ 9 მაისი იყო, კანთარიაზე გაიხდა, უცად გამახსენდა რა. სამწუხაროდ სახელმწიფო აღარ მახსოვს. აი თბილისში ოდოლიგერო დროშა დაკიდა 60 წლის მერე კომუნისტური რეჟიმი იყო, მაშინ მოძრაობა ახალი დაწესებული იყო. ახალგაზრდა ბიჭმა აიტალა თეთრი დროშა მოხსნა ეროვნული ქართული დროშა დაკიდა. კომუნისტებმა დაიჭირა ციხეში ჩასვლა, მე კოსტავა ჩაილა, დიდი ხელობები ეროვნულმა იმედოდ ამოუშეს მე იზრიჭი და ის რიჭი 92-დან აი ბატონო დავით ვეზეიჩილობას მაგაზე მეგობრები რომოვიდნენ დემოკრატები სათავეში დაახურიდეს ქუჩაში აი ეს ბიჭი ჩვენი ხანთავია ჩვენი ნარდი ქართული ხანთავია კომუნისტების ეროვნული დროშა დაგიდა პირველმა 60 წლის მერე და აი მაგას უშედეგო და ეხლა იმ ხალხმა უშევენაზე აირჩიო ის იყო ფარტი არჩევნები არდა ნაძილეებმა მიიღეს მონაწილეობა და ნაძილეები იყვნენ ყველა
მოდი მე მინდა პასუხი გავცე. ყველა ადამიანს აქვს სრული უფლება პოლიტიკური გემოვნება კონდეს ასეთი ან ისეთი. მე პატივცემ ყველა ადამიანს. რაც შეეხება კორექტულობას, სასურველია რომ კორექტულები ვიყოთ და თუ პერსონალურად ჩემთან ამ ბატონს უნდა რაიმეს გარკვევა, ჩემი მოვნად ძნელი არ არის. ასე ცალმხრივად უნდა მელაპარაკებით რა. ეპითეტები შეარჩიეთ, გირჩევთ უყველას. ეხლა რაც შეეხება კონკრეტულად მე მიმართობს მენელს, რომ თუ ვინმე დარეკავ ძალიან გთხოვთ რომ მაქსიმალურად ვიცადოთ, ეს არის სტატისტიკა. სწორია, 92 წელს სამეგრელოში არჩევნები, როგორც ასეთი, პრაქტიკულად არ ყოფილა. ყველა სხვა რეგიონში აჭარის ჩათვლით, ამას ხას უსვა. თბილისში და საქართველოს ყველა სხვა რეგიონში 92 წელს, აფხაზეთში ომი იყო. ამ ყველა დანარჩენ რეგიონში 92 წელს იდგა რიგები, ეხლა თუ ტყუილი გვინდა ავიფაროთ თავს, მე კი არ მიმიცია შევარნაისმის თქვა, მე მაშინაც შევარნაის ოპონენტი ვიყავ, მაგრამ იდგა რიგები საარჩევნო უბნებთან და ხალხმა ხმამისცა შევარნაძეს, დიდმა ნაცნობამ, მეტიც 2003 წელს 2 ნოემბერს ნაციონალური მოძრაობის რესპუბლიკელების და კონსერვატორების ბლოკმა ავიღეთ დაახლოებით 26% საქართველოში. 26 მაქსიმუმ 27%. მეტი არ აგვიღია. მიხეილ სააკაშვილი იყო ამ ბლოკის ლიდერი, მის მიმართ, ჩემს მიმართ, ზვიადის მიმართ, კობას მიმართ და რა ვიცი, ბევრი სხვა ადამიანის მიმართ ნდობა ჯამურად გამოიხატა 26%. 2004 წლის 4 იანვარს მიხეილ სააკაშვილმა მიიღო 96%. 26%-დან 96%-მდე იმდენივე ამომრჩეველი მივიდა. პრაქტიკულად სხვაობა არ არის. რაც მივიდა 2 ნოემბერს. ოდნავ ნაკლები. ოღონდ ძალიან მცირეთი ნაკლები. ეს არის რეალობა, რომ საქართველოში სამწუხაროდ ეს არის პოლიტიკური პარტიების ბრძოლის თვალს ნუ დავიბრმავებ და თუ გვინდა წარსულით ვიცხოვროთ და ტყუილში ვიცხოვროთ წარსულში, მაგრამ მე ჩემი ქვეყანა, ჩემი შვილები არ მემეტება წარსულში საცხოვრებლად. ამიტომ საქართველოში განსხვავებით დემოკრატიული ჩამოყალიბებული ქვეყნებისგან, სადაც არის 20, 25, 27 მაქსიმუმ პროცენტი, რომლისთვისაც მიდის ბრძოლა წამყვან პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, ვინ ვის გადაკაჩავს, თორე ჩამოყალიბებული არის ელექტორატი. არის ლეიბორისტების ელექტორატი, არის ლიბერალების ელექტორატი, არის კონსერვატორების ელექტორატი, გახდა ბრიტანეთში მწვანეების ელექტორატი და დაახლოებით 75-80% გერმანია იქნება, ინგლისი იქნება, სადაც არის ჩამოყალიბებული დანარჩენებისთვის მიდის ბრძოლა. ასე არის ამერიკაშიც, ხო? მცირე ნაწილია, რომელიც აქეთ მიდის თუ იქეთ მიდის. საქართველოში ჩვენ გვაქვს ვითარება. როდესაც პოლიტიკური სპექტრი ვერ არის ჩამოყალიბებული, ხელისუფლება არ არის პარტია და არც ერთი ოპოზიციური პარტია სრულფასოვანი გაგებით ამ ტერმინს ვერ არის პარტია. ამიტომ ჩვენ ვიწყებთ ყოველთვის თავიდან. ამასთანავე არის რაღაც პოზიტიური ნიშნებიც. ბოლო თვითმმართველობის არჩევნებში 5 სუბიექტმა გადალახა ბარიერი. იმის წინ 2008 წელს საპარლამენტო არჩევნებში 4 სუბიექტმა გადალახა ბარიერი, მეხუთე სუბიექტი რიგითობით ვიყავით ჩვენ რესპუბლიკელები, მივიღეთ 4% ვერ გადავლახეთ ბარიერი. 3.8 გამოგვიწეს. მომდევნო მე-6 სუბიექტმა 1%-იც ვერ აიღო. იმის წინ 2000, უფრო იქეთ რო წავიდეთ 2003 წელს 7 სუბიექტი იბრძოდა. აი მაშინ ჩვენ ყველაზე კარგად გავანაწილეთ. არც ერთ სუბიექტს არ ქონდა 26%-ზე მეტი. 26, 20, 14, 12, 8. ანუ ეს იმას ნიშნავს, თბილისის საკრებულოში ყველა არჩევნების დროს 5-6 სუბიექტი გადის. ანუ საქართველოში ჩანასახოვანი პროტოპარტიები არსებობს, გარკვეული ელექტორატი ამ პარტიებს ყავთ, მაგრამ ეს არ მოიცავს 70 და 75%-ს ამომრჩევლებისას. ჩვენი ამოცანა ესა რომ გაიზარდოს სტაბილური ამომრჩეველი თითეული კონკურენტუნარიანი რეალური პარტიისა. მე როცა ვლაპარაკობ რომ ნახელისუფლარი პარტია მირჩევნია პარტიის აორთქლებას, იმიტომ მირჩევნია რომ როგორც კი პარტია აორთქლდება მის ლიდერთან ერთად, იმ პარტიისთვის მიცემული ხმები თავიდან იწყებს გადანაწილებას შემდეგ და ამიტომ ესეც ხელს უშლის. ამოცანა ეგეთი გვაქვს.
საზოგადოება უნდა იყოს მზად რომ იქცეს ამორჩევლად, მოსახლეობა უნდა იქცეს საზოგადოება და ამორჩევლად, პოლიტიკური პარტიები სახელმწიფო ოპოზიციაც უნდა იქცნენ ნამდვილ პარტიებად. ბატონო სოსო, როგორ ფიქრობ? მოვიდა მაისი, რაღაც დაიწყო მოქმედება, დინამიკა შეიმჩნევა. რვიანი ძალზე აქტიურობს, რვიანის ფორმაზე მაქვს ახლა მე საუბარი, რომლის წარმომადგენელი დავით ბერძენიშვილია. საუბარია მაისის ბოლომდე და თუ არა უკვე აღარ მალავენ ბატონო დავით თქვენი ლიდერები, რომ შეიძლება თქვენც დაიწყოთ ქუჩის მასობრივი აქციები. არის მეორე მიმართულება, მოდით მხოლოდ პირობითად ვუწოდოთ მას რევოლუციური, ანუ რომელიც ამბობს, რომ მხოლოდ ქუჩა და მხოლოდ ქმედება. რევოლუციონერები ეგენი არ არიან. უკაცრავად აქციებს აწყობენ. პირობითად მეთქი ვამბობ, პირობითად ვუწოდოთ. თქვენ როგორ ფიქრობთ ბატონო სოსო, ესე დიდხანს გაგრძელდება? რა შეიძლება, როგორ შეიძლება განვითარდეს? შეიძლება აი ეს რევოლუციონერების ჯარები თქვათ არა, აი ესეთი თუ ამას აქტივობას ეძახით თქვენ, ხო მე ამას აქტივობას ვერ უწოდებ, პოლიტიკურ აქტივობას ვერ უწოდებ, იმიტომ ახლა ეს განცხადებები და დათო კუბარდიას ეთერში ნუ თუ დაუშვა და მოხდა 21 მაისს დაიწყო აქტიურობა ვერ უწოდებ, მაგრამ რაც შეეხება აი ბოლო რვიანის მოლაპარაკებას არა, ამას აქტიურობა ეს შეიძლება დროში გაიჭიროს. მაგრამ აქ ერთი აი ჩემი აზრია, ეს ჩემი პირადი აზრია, აი დაშვებული იქნა ერთი შეცდომა. ესე იგი რა, რომ კონფიდენციალურობის პრინციპი დაირღვა თავიდან. ეხლა შეიძლება კიდე დამადანაშაულოთ იქ ანალოგიები რატომ და როდესაც თქვათ პალესტინისა და ისრაელის მოლაპარაკება ოსლოში, არა წარმატებით დასრულდა, არაფატმა და რაბინმა მაშინ ნობელის პრემიერიც მიიღეს. ესე იგი 8 თვე მიდიოდა მოლაპარაკება, ესე რომ არავინ არ იცოდა პრაქტიკულად. არავინ არ იცოდა. 2 კვირით ადრე, ხო გახსოვთ? 2 კვირით ადრე გაცხადდა, რომ აი უახლოეს დღეებში მიღწეული იქნება რაღაც. ასე თქვენ მიგაჩნიათ, რომ და დაცული ყოფილიყო? მე ესე მგონი, იმიტომ რომ აი ეს საჯაროობა ეს კი, ისე ვის უშლის ხელს საჯაროებას? კურსი ამოვნებს, რომ ამის წინ ისიც მოვისმინე, ვთქვათ ერთ-ერთ ეთერში ავდე, რომ ხალხმა უნდა იცოდეს, ყველამ უნდა იცოდეს, რაზე მიდის იქ ლაპარაკი. არ ხდება ესეთ აი გუსები თქვენ შიპიცინმე, აი ესეთ მწვავე თემებზე, რა და ესეთ პრინციპულზე, თანაც როდესაც ორივე მხარეს დამოკლეს מחვილივი კიდია, აი იმის თვით შეიძლება აი ესეთი იმანენტური აი სიფრთხილე რომ მე აქედან გავალ და აი ვიღაც მერე იტყვის იქ რომ აი რაღაც დავთმენ სულს მაგარი არ აღმოჩნდია რა აი ჟურნალისტი რაღაცა შემეკითხება და მე თუ ვიტყვი რომ იცი რა აი ჯერ არა მაგრამ შეიძლება მეც დავთმო იმანად დათმო მერე აწდება რომ აი ეს თმობს ეს საერთოდ ძალიან და საერთოდ ეს დიპლომატიის კლასიკაა რომ აი ესეთი თუ მოლაპარაკებები ტელეკამერების წინ ყოველი შეხვედრა შემდეგ რა ყოველი შეხვედრის შემდეგ განცხადებები, მერე ტოკ-შოუები და რაღაცეები, ამის მარგი ქმედების კოეფიციენტი ყოველთვის დაბალია. მაგრამ მიუხედავად ამისა, აი მე შეიძლება ვთქვა ფუნდამენტალისტი, ფანატიკოსი ვარ ამ საკითხში, რომ ჯერა მე რომ ეს მოლაპარაკებები განწირულია წარმატებაზე. ვისგან გჯერათ ეს? ჯერა, ხელისუფლება წამოვა იმიტომ რომ არც ერთ მხარეს არ აწყობს კი არა ორივე მხარისათვის შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს ჩასვლა, მოლაპარაკების ჩასვლა. ორივე მხარისათვის. ორივე მხარე თუ საქართველოში შეიძლება აღმოჩნდეს საბედისწერო. მოდით ასე ვთქვათ, აი შევხედოთ სიმართლის თვალებში რა. ეხლა რვიანს თავისი ბარიკადების ამხრიდან რა ძალიან ბევრი ისე რომ ვთქვათ არც თუ ძალიან კეთილმსურველად ჩასაფრებულს არ ვიტყვი მაგრამ ძალიან დიდი ესე გამადიდებელი შუშით რო უყურებე რა აი დამთავრდეს ეს და მე რა თქვან ეს ქართული პოლიტიკის იცით ყველა აი ხო ამბობდი შეიძლება არც ამბობდა მაგრამ წადი ახლა ამოწმე 2 წლის წინ ვინ რა თქვა თუ არა თქვა რა ყველა მე თავიდანვე ვიცოდი მე ამაზე ვაფრთხილებ მე ვიცოდი ეს შიში ესე იგი ეს ამას შიში დაარქვით სხვა რამე არ ვიცი შეიძლება ფსიქოლოგებმა სხვა რამე ტერმინი მოუწებონ ეს არსებობს მეორეს მხრივ ხელისუფლება მმართველმა პარტიამ უნდა დაუმტკიცოს
უნდა დაუმტკიცოს ქართულ საზოგადოებას და უფრო მეტად ქართულ საზოგადოებას უფრო მეტად უნდა დაუმტკიცოს საერთაშორისო სპონსორებს. ძალიან კარგია ის, რომ აქ უკვე რას ნიშნავს საერთაშორისო სპონსორებიც არის, უნდა დაუმტკიცოს ის, რომ მასთან ლაპარაკი შეიძლება, რომ ის ელასტიურია, რომ მას დათმობაც შეუძლია, რომ მას ხელისუფლებამ უნდა დაუმტკიცოს თუ ოპოზიცია? უნდა დაამტკიცოს, ეს ის არის, მაგრამ მე მმართველი პარტია, მაგრამ ცით აი ეს დათმობასად, აი კომპრომისი სად მთავრდება და კაპიტულაციის პირველი თუ გნებავთ ისეთი, არც თუ მაინდა-მაინც რეალური, მაგრამ რაღაც აჩრდილი საჩდება ამ ზღვარის გავლება ისეთ საზოგადოებაში, პოლიტიკური კულტურის ისეთი დაბალი დონის საზოგადოებაში, როგორი დღეს სამწუხაროდ ჩვენია და სხვანაირად არ შეიძლება იყოს. ისა ბატონო სოსო, რას ნიშნავს დაბალი დონის კულტურა? ეხლა მე გეტყვით, როგორი დონის კულტურა და როგორ ახასიათებს ხელისუფლებას, როდესაც მთელი პოლიცია ყვირის მიშა და როდესაც მთელი პოლიცია არის პოლიტიზირებული, რომელიც პრინციპში მე როგორც რიგით ამორჩევოს არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ გამოვხატო ჩემი ნებაყოფლობი. ეს ძალიან ცუდია, ეხლა თუ პოლიცია როდესაც ხო და სწორედ ეგ არის. იქნებ მე ვჭოროვდა ვთქვი ვარ და იქნებ ესე არ არის. ეს ცუდი არ მომწონს ესა. როგორ დათმობს მაშინ? მე მაგალითად სხვა რამეზე ვლაპარაკობ, მოგცეთ ეხლა იცით რა, მოდით რა, სხვა რამეზე ვლაპარაკობ. მე ვლაპარაკობ დღეს აი მოლაპარაკებაზე, რომელიც მიმდინარეობს დღეს რიალსა და მმართველ პარტიას შორის, რომელიც მიმდინარეობს, მე ამაზე ვლაპარაკობ დღესაც და ხო გეუბნებით არა, მე წამს რომ ეს მოლაპარაკება იქნება შედეგიანი. ვინაიდან არ მინდა ვიფიქრო ყველაზე ცუდი. რა როგორ მიგაჩნიათ შედეგი ბატონო? როგორ ხედავთ თქვენ შედეგს? ეხლა შედეგს მე არ ვიხედავ, იმიტომ რომ მე იქ მაგიდის ქვეშ არ ვზივარ, ესე იგი, როდის მე შეგიდის მივარ იქ მაგიდის ქვეშ? არ ვზივარ. მაგიდის ქვეშ არც მე არ ვზივარ, მაგრამ მე ველოდები შედეგს კონკრეტულ. ბატონო დავით, რომ მე შემეძლოს არჩევანის გაკეთება, არა მარტო მე, ნებისმიერ თითოეულ მოქალაქეს. აბა რისი გულისთვის იხართ იქ? მაგითო მარზე ხარ? ჩვენ ლაპარაკობთ ეხლა ძალიან კონკრეტულ საკითხზე. მოდით ეხლა ისეთ იცით, აი ესე განზოგადოებაში ნუ გადავიჭრებით, თორემ მე შემიძლია მაგ სტილში პასუხის გაცემა, აი არაფრის მთელი, მაგრამ ყველაფერზე ლაპარაკობთ. იმიტომ რომ მე კონკრეტულ შედეგზე ლაპარაკობ. მე ლაპარაკობ თუ შემდეგი არჩევნები. დიახ. არჩევნები. აი ამ რასაც მიიღებ, პატარა იქნება წარმატება, დიდი იქნება, საშუალო იქნება, არ ვიცი მე, პასპორტები მარტო თბილისში იქნება, მცხეთაშიც იქნება, თქვა ოქროყანაში არ იქნება, აქ იქნება, არ ვიცი რა იქნება. მაგრამ თუ ის არჩევნები უკეთესი იქნება, ვიდრე წინა არჩევნები, რა, მე ვიცი რომ ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. წინ გადადგმული ნაბიჯია, იმიტომ რომ ძალიან რთულ საქმეს არის დღეს თქვა ჩვენი აი ეს სპექტრი და ხელისუფლების შეჭიდება. მაგიტონა ხართ იქ და ამიტომ განერვიული. მაგრამ ამაზე ჩემზე უფრო კომპეტენტურად დათო ელაპარაკებს, მაგრამ მე არ ამგონი ახლა დათომაც აქ უცებ ყველა ნიუანსი, ყველა კარტია გაშალზე ეს პროგრამა მინიმუმი და პროგრამა მაქსიმუმი. დავით, ამის გარეშე მე როგორც ვიცი, ჩემი ინფორმაციით არსებობს ეს პროგრამა, ხო? ნუ ჯერ რაც შეეხება იმას, რომ არის მოთხოვნილება, არის ხშირად აი ზარებით, რომ გითხარით რაზეა ლაპარაკი, ჩვენ ვცდილობთ ამ მოლაპარაკების პროცესში ერთის მხრივ დავაკმაყოფილოთ მოთხოვნილება, რომ აი შედგა შეხვედრა, მეორეს მხრივ ის შეხვედრა მიმდინარეობს დახურულ კარს მიღმა. ანუ პირდაპირ ეთერში არ გადაიცემა ბუნებრივია. თუმცა რა რეალობაშიც ვართ, იმ რეალობაში ვართ, არც ჩვენი სახელისუფლებო მედია მოგცემს იმის საშუალებას, რომ რაიმე რომ გვინდოდეს უფრო ჩაკეტილად და წინ ჩქარავიაროთ, იქაც არის ბევრი შესაძლებლობა იმისთვის, რომ თუ დაბლოკვა უნდა დაბლოკა. ახლა არსებით საკითხად შეეხება. ჩვენ ძალიან კვალიფიციურად ვიმუშავეთ, ასე ფასდება ეს იმ საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, რომლებიც 6 თვის განმავლობაში მონაწილეობენ ამ პროცესში. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ევროკავშირის წარმომადგენლები, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაინტერესებული არჩევს და ადგილობრივი სადამკვირვებლო კვალიფიციური ორგანიზაციები.
5 თვე ჩვენ მოვანდომეთ ჩვენი მიდგომების პრეზენტაციას ძალიან ესეთი კომპრომისულია ჩვენი მიდგომები ჩვენ არ ვითხოვთ საჩვენოს ჩვენ ვითხოვთ თანაბარ პირობებს მაგალითად ოპოზიცია საარჩევნო ის გასაგები რო იყოს საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში ოპოზიციას გაცილებით ურჩევნია მთელ საქართველოში იყოს პროპორციული სისტემა ხელისუფლებას ძალიან არ უნდა მთელ საქართველოში პროპორციული სისტემა ჩვენ ეს გავითვალისწინეთ რომ ხელისუფლება ამაზე არ წამოვა ძალიან დემოკრატიულია პროპორციული სისტემა გნებავთ ერთიანი ნაციონალური სიით გნებავთ რეგიონულ პროპორციულ მაგრამ პროპორციული სისტემა ჩვენ ეს გავითვალისწინეთ რომ ჩვენ გვინდა შედეგი და არა ისო ვაჩვენოთ ხელისუფლებას რომ აი მე ეს კარტი ჩამოვედი და შენ არა გაქვს ჯოკერი რომ გაჭრა ეს კარტი ჩვენ გვინდა შედეგი ამიტომ ჩვენ მათ შევთავაზეთ კომპრომისული ესე იგი ნახევარი რეგიონულ პროპორციული ნახევარი პროპორციული პატარა ოლქები ეხლა სადაც რაც უფრო დიდია ოლქი ოპოზიციის შანსი მეტია ამის შემდეგ ჩვენ დამატებით შევთავაზეთ კიდე ორი წინადად ერთია გერმანული მოდელი რაც გერმანიაში მუშაობს ნახევარი ირჩევა პროპორციული სიით მეორე ნახევარი მაჟორიტარული მაგრამ იმ მაჟორიტარულში არჩეულები ყველა ხდება დეპუტატი მაგრამ თუ პროპორციულ არჩევნებში გერმანული სისტემით ნახევარზე მეტი არ აქვს პარტიას მიღებული მან რამდენი მაჟორიტარიც უნდა მოიგოს მანდატების ნახევარზე მეც ვერ მიიღებს ეს კარგი სისტემაა და ნორმალური კიდე შევთავაზეთ ანუ და ჩვენ მზად ვართ კიდე ბევრი კარგი ვარიანტი შევთავაზეთ თავარი რა ჩვენ ვიღებთ იმ ვერსიებს სადაც რამდენი ნდობაც აქვს ამა თუ იმ პარტიას დაახლოებით 1-2%-იანი სხვაობით იმდენი მანდატი მიიღოს რაც ღირს შენი 20% იმდენი მანდატი უნდა მიიღო ეს ერთი მომენტი მეორე დაცვა მეორე საკითხი საარჩევნო გარემოში ხო მეორე საკითხი ერთი არის საარჩევნო სისტემა და მეორე არის რომ სია უნდა იყოს ნამდვილი ჩვენ რეალურად გვაქვს ვითარება რომ 99 წლის აღწერით რომლითაც ჩატარდა 90 წლის არჩევნები საქართველოს ყავდა 5,5 მილიონი კაცი 3,5 მილიონი ამორჩევლით დღეს საქართველოში სტატისტიკის ინფორმაციის დეპარტამენტის ინფორმაციით 4,300,000 ცხოვრობს თავი დავანებოთ იმას რომ შესაძლოა იქ 100-ან 200-ან 300,000 რეალურად აქ არ იყოს ოფიციალური ზედაზღვარი არის 4,300,000 ამორჩეული არის 3,700,000 ეს პრინციპულად შეუძლებელი 1 მილიონი ბავშვია ზოგი ადგილზე არ არის ზოგი ციხეშია მიჟილია და ასე შემდეგ ამიტომ ჩვენ ეს ორი საკითხი და გავასწოროთ სია დაახლოებით 700-800,000 დაახლოებით ან 600,000 ან 900,000 აი ამ ფარგლებში ყავს ჩვენ ისეთი ამომრჩეველი სიაში რომელიც ამ ქვეყანაში არ არის არც ოფიციალურად სხვა ქვეყანაში საკონსულოში არ არის ან ამ ქვეყნად არ არის ანუ რომელიც ვერ მიიღებს მონაწილეობას რომელსაც ხშირად იყენებს ხელისუფლება სათავისო როდესაც ხელისუფლებამ საპრეზიდენტო არჩევნები მოქმედმა პრეზიდენტმა რეალურად წააგო თბილისში კატასტროფულად წააგო 31%-ია იყო მისივე მონაცემები წააგო მან ბათუმში წააგო ქუთაისში წააგო რუსთავში წააგო პატარა ქალაქების უმრავლესობაში და შემდეგ ორი რეგიონიდან მოიტანა უზარმაზარი რაოდენობის ხმები 90%-ზე მეტი ქვემოქართლიდან და სამცხე-ჯავახეთიდან და დააყარა და როგორ მოიტანა ეს ხმები ანუ ხო ამასთანავე როგორ მოიტანა ბუნებრივია გაყალბებით ამით გაყალბების საფუძველი სხვა რაღაცებთან ერთად არის სია ამიტომ ჩვენ ვამბობთ რომ გავწმინდოთ ესია საარჩევნო სისტემა ნორმალური და სია ნორმალური ესაა ჩვენი საკითხი ჩვენ ვიცით რომ რთულ და მძიმე პარტნიორ კონკურენტთან გვაქვს საქმე ანუ ხელისუფლება არ არის ესეთი კომფორტული მეტოქე ამ თვალსაზრისით არის ორი ფაქტორი ეს არის საშინაო ფაქტორი და საზოგადოების მზაობა და მოლოდინი რომ ნორმალური არჩევნები ჩატარდეს და არის საგარეო ფაქტორი ამაზე მინდა 1-2 წუთი ვილაპარაკო ჩვენ როდესაც შარშან შემოდგომის დასაწყისში რვიანმა დავიწყეთ მუშაობა ჩვენ მქონდა განცდა საფუძვლიანი რომ საერთაშორისო მხარდაჭერა საარჩევნო პროცესს ექნებოდა
ჩვენ მქონდა ამის ნიშნები. 5 თვის შემდეგ დადასტურდა, როცა ხელისუფლებამ დააპირა, რომ აღარ მინდა თამაში და მივდივარ, 1 აპრილი ეს ხომ მარტის ბოლოს, 1 აპრილი ნატოს სპეციალური წარმომადგენელი ჩამოდის თბილისში, ხდება რვიანს საარჩევნო ამბებთან დაკავშირებით და ხდება ხელისუფლებას. 1 კვირის შემდეგ ნატო საქართველოს კომისიის ხდომაზე გენერალური მდივანი ნატოს გამოდის და ამბობს, ჩვენ მოვითხოვთ, აი ამ სიტყვებით ამბობს, მოვითხოვთ საქართველოსგან, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და კიდე იყო მედია, გამჭვირვალეობა, სასამართლო რეფორმა და ასე შემდეგ. შემდეგ ხაზგასმით ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადება, ჰილარი კლინტონის განცხადება, რომელიც ძალიან ღია და პირდაპირ შემდეგ ამერიკის ელჩის ტიტრებით რომ არ გამიყალბოთო და ასე შემდეგ. მთელი ერთვიან სენატორების ჩამოსვლა და კარტიის ჯგუფის ჩამოსვლა ამერიკელებს წინა კეიდანო. ხო, ამიტომ ევროსაბჭოს, ანუ 1 აპრილი რეალურად ეს იყო დასავლური შტურმი. მიგაჩვენეთ რომ ეს რვიანის დამსახურება. მე ვთვლი რომ რვიანმა გაუძლო პროვოკაციებს, პოლიტიკურ პროვოკაციებს ხელისუფლების მხრიდან. რვიანმა გაამართლა ის რომ მას შეუძლია ერთად მუშაობა სხვადასხვა წარმომავლობის პოლიტიკურ ძალებს, სხვადასხვა ინტერესების პოლიტიკურ ძალებს, მაგრამ თითეული ამ პარტიის პრაგმატული ინტერესი არის, რომ ამ საკითხში ვიყოთ ერთად, რვიანი ყველა მოიგებს ამ. ანუ ჩვენ არ გქონდა საერთაშორისო ქართულ ოპოზიციას არ გქონდა საერთაშორისო მხარდაჭერა 2008 წლის იანვარში. და გაყალბებულ არჩევნებში დაემოწმნენ სააკაშვილს. მაგრამ ქართულ ოპოზიციას გქონდა საერთაშორისო მხარდაჭერა 2003 წლის ნოემბერში. როდესაც 2 ნოემბერს ოპოზიციამ ჯამურა და ოპოზიციაში ყველაზე ძლიერმა ნაციონალურ მოძრაობის ბლოკმა მოიგო ეს არჩევნები, ჯამურად მეტი აიღო ვიდრე შევარდნაძემ და აბაშიძემ. 3 ნოემბერს მე სპეციალურად გადავამოწმე ხა სივილჯის არქივით. ძალიან კარგია რომ ღია და გახსნილი არქივი აქვს. 2003 წლის 3 ნოემბერს ეუთოს პირველი განცხადება არის უკიდურესად ნეგატიური არჩევნებთან მიმართებაში. მაშინ როცა დსთ-ს განცხადება არის რომ გადასარევათაა და დსთ-ს დელეგაციის განცხადება. ამიტომ პრაქტიკულად როდესაც ქართველი ხალხის არჩევანს ადასტურებს დასავლური სადამკვირვებლო სტრუქტურები და შესაბამისად დასავლეთი წამყვანი სახელმწიფოები, მაშინ ხელისუფლება ქვეყანაში იცვლება. როგორც მოხდა 2003 წელს. ეს არის ფაქტორი, რისი იმედიცა გაქვს? ეს არის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი. ეს ლიტვაში არავინ არ ამოწმებს ეხლა და ეგ დასავლეთის ესამბლეა უნგრეთში დადგა ეხლა საკითხი, თავიდან ხوار შევამოწმოთ, იმიტომ რომ ну რაღაცა მედიასთან მიმართებაში ისეთ კაუნების მიღება დაიწყეს და ისეთი ქსენოფობიური პარტია ყავთ 17% წარმოადგენელი პარლამენტში, რომ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა პრობლემური გახდა. იმიტომ რომ ძალიან სწრაფად და სათბურის პირობებით მიღებული ავანსები აღმოჩნდა რომ თურმე არ არის ჯერ კიდე ნამდვილი დემოკრატია. ამიტომ ჩვენ ერთი საგარეო მხარდაჭერა არ გქონდა და მოვიპოვეთ და ამის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი და მეორე რა თქმა უნდა არსებითი არის რამდენი საგარეო მხარდაჭერაც უნდა გქონდეს შენ ხარ ხმების მიმღები თუ ვერ არის თუ არა რვიანი კონკურენტუნარიანი ნორმალური არჩევნების პირობებში ხმების მისაღებად. შეგახსენებთ რომ რვიანში არის მეორე, მესამე, მეოთხე ადგილებზე გასული ბოლო არჩევნებში თვითმმართველობის არჩევნებში სუბიექტები. აი ძალიან გქონდა და სულ მინდოდა ეს მეკითხა. მაშინ თქვენ იცით რომ რესპუბლიკური პარტია არ სარგებლობს რაღაცა გარკვეული სიმპათიებით და მას არ აყავს დაუშვათ ისეთი მძლავრი ელექტორატი რა განაპირობებს ამას და რისი იმედი გაქვთ აი ამ შემთხვევაში? მოდი ესეც შევამოწმოთ. ჩვენ ძალიან მძიმე პირობებში და ბატონი სოსო სულ დაგვეჩაღდა. კი ბატონო, ამასაც ძალიან მძიმე პირობებში 2008 წელს 4% აველეთ, როცა ხელისუფლება გვირთმავდა, ახალი პარტია ქრისტიან-დემოკრატები შეიქმნა, გაერთიანებული ოპოზიცია ერთად იყო და ერთობისობა, ჩვენ ცალკე გამოვით 4% აველეთ, ცუდი შედეგი აველეთ, მაგრამ შედეგი აველეთ. ახლა არ ვლაპარაკობ აჭარაში, სადაც ყოველთვის ძალიან მაღალი შედეგი გქონდა. ყველა არჩევნისთვის, გინდა აბაშიძის, გინდა სააკაშვილის. ამიტომ
ამ ვითარებდა ეხლა ჩვენ ახლებმა და ალასანიას თავისუფალმა დემოკრატებმა 18% ავიღეთ ამ თვისში. ამიტომ მომავალ არჩევნებში მარტო იყრით თუ კიდევ რაღაცა არა, ეგ არ ვიცით როგორი ვითარება იქნება, ასე რომ 2007 წლის შემოდგომას ყველა კვლევით რესპუბლიკური პარტია შეხვდა როგორც წამყვანი ოპოზიციური პარტია. ყველა კვლევით 2007 წლის სექტემბერში. ანუ პარლამენტში ჩვენი მუშაობა 4-ში, 5-ში, 6-ში, 7-ის ნახევარში. ასე რომ რამდენი და როდის არის ამა თუ იმ ოპოზიციური პარტიის რეიტინგი, ეს არის ვითარებებზე დამოკიდებული. დღეს რამდენია? გინგნებავთ ჩვენი, გინგნებავთ ქრისტიან დემოკრატების და გნებავთ თავისუფალი დემოკრატების ან ხელისუფლების რეიტინგი, ეს უკვე დაიხურა. რეალურად საქართველოში დაიხურა პოლიტიკური სიმპათიების გამოვლენის შესაძლებლობა, იმიტომ რომ მოსახლეობა დაშინებულია და არ ლაპარაკობს. ჩვენ კვლევებით იმის ნახევარი ქონდა, ვიდრე მივიღეთ, აი თვითპარტიების არჩევნებზე, სვიაძიძიგურს და მის ეროვნულ საბჭოს კვლევებით ქონდა 1% და აიღეს 8%. ამიტომ ეს დღეს სივრცე ამისი არის. მე ვლაპარაკობდი, რომ მეორე, მესამე, მეოთხე ადგილზე გასული სუბიექტების ერთობა. ეს ოფიციალური მონაცემებით არის 40% არჩევნებში მოსული ადამიანებს. ანუ რვიანი წარმოადგენს დაახლოებით 40%-ს, რაც გაზომილია. რაც წარმოადგენს და კიდე ფორუმია, რომელიც მასში არ მონაწილეობს. რაც წარმოადგენს რაღაცა რევოლუციური თუ ნახევრად რევოლუციური პარტიები, ეს ჩვენ არ ვიცით, ისინი გაზომილი არ არიან. ჯერ არ არიან გაზომილი. ჯერ ისინი გაზომილი, როგორც ჩანს ხელისუფლებას მიაჩნია, რომ რევოლუციური პარტიებისგან საფრთხე ნაკლებია, ვიდრე რვიანისგან, რომელსაც აქვს საერთაშორისო მხარდაჭერა საარჩევნო პროცესში, ამიტომ მან შეწყვიტა ეს მოლაპარაკებები, დროს ელავს იმისთვის, რომ იქნე ფიასკო განიცადოს ქუჩის რევოლუციურმა პარტიებმა და ეს ფიასკო აისახოს შემდეგ საერთოდ ოპოზიციას. ჩვენ ამაზე გავაგრძელოთ ბატონო სოსო. თქვენ როგორ ფიქრობთ? აი თქვენ თქვით, რომ ხელისუფლება ხა სიტყვა დათმობა არ გიყვართ, მაგრამ თქვენ თვითონაც ახსენებთ ხოლმე და პრინციპში შინაარსობრივად ამას ნიშნავს. კომპრომისი მოიძებნება. რა კომპრომისი უნდა დათო მისაუბრა, ხო? აი ამ კომპრომისებზე. თქვენი აზრით, რა უნდა მოხდეს, რაზე უნდა წამოვიდეს ხელისუფლება, რომ არჩევნებს აზრი მიეცეს საქართველოში? და თვითონ ის პრობლემა, რომ არჩევნები ვიბრძვით იმისთვის, რომ არჩევნებს მიეცეს აზრი, მეტყველებს თუ არა იმაზე, რომ საქართველოში მთლად ყველაფერი კარგად არის. თვითონ ის პრობლემა, რომ რვიანის ფორმატი არსებობს, ხო? აუცილებელი გახდა, შეიქმნა აუცილებელი. მეტყველებს თუ არა იმაზე, რომ საქართველოში მთლად ყველაფერი კარგად არ არის და არ არის მარადიული მაისი და ჩიტების ჭიკჭიკი და გაგანია დემოკრატიის. ყველაფერი რომ კარგად არ არის. ყველაფერი არა, ბატონო სოსო, ყველაფერი კარგად არ არის კი არა, თითქმის არაფერი კარგად არ არის. ახლა არაფერი კარგად არ არის, რომ მაშინ დავუყურვარ და ამას ვერ დაგეთახმებით, მაშინ არც თუ ყველაფერი ცუდად არის აბსოლუტურად, მაშინ არც თქვათ რვიანს აქვს აზრი, არც იმ მოლაპარაკებას და არც ჩვენ აღჯდომას არ აქვს აზრი. როგორ რატომ არა? ამიტომ იცით რა, მოდით ახლა პატალისტურად პესიმისტები დუიქნებით, ეს უკვე სუსხვა. რა მეტყობა ახლა ეს უკვე სუსხვა სფეროა ახლა. არა? ხო, ესა. კი ბატონო, რა წამოვიდეს, რა დათმობა? რა შეეხება თქვენ დაიწყეთ აი რეიტინგებზე და თქვათ, ნუ რესპუბლიკები სხვა ახლები არიან, ხვები არიან. ხოლო წელაკ უკვე იყო წელა ლაპარაკი, რომ აი საქართველოში ვერ ჩამოყალიბდა იდეოლოგიურად მდგრადი ელექტორატები. ეხლა დასავლეთში არა, იქ უკვე იქამდე მიდის, თქვათ, აი პარტიების სიმპათია ის, რომ თქვათ, ნუ დემოკრატების მომხრე არასოდეს არ წაიკითხავს რესპუბლიკელების გაზეთს, რომელიც ის არის. არა, იმას ახლო არ გაეკარება. ეს საფრანგეთში ესეა, შტატებშიც ესეა, ყველგან ესეა იქ რა. არის მუდმივი. დღეს ჩვენთან შედარებით მყარი ელექტორატი, ყავს მხოლოდ ერთ პარტიას, ესე იგი, ეს არის ლეიბორისტები. ლეიბორისტები პარტია, რომელიც ნუ ელექტორატი ცოტა მაისეთ, იცით, ნუ აი ხო არ მინდა სიტყვაზე დამიჭირონ, მე ცოტა ლუმპენ პროლეტარიატისკენ რომ ვაიხრება და თოთა ესეთი და უაღრესად გაჭირებული, მაგრამ როგორც კი საკმარისია ცხოვრების დონე მაიწიოს და ეს თქვათ ელექტორატიც უკვე
სხვა ტემებში გადანაწილდება. მოგეცით საშუალება შევამოწმოთ ბატონო ზოზო. აიწიოს ამ ცხოვრების ზონები და მე მგონი თვითონ ნათელაშვილი არ იქნება წინააღმდეგი რეიტინგებს მეც არ მჯერდა. საქართველოში ჩატარებული გამოკვლევების მომყალფ არ ურწმინო თომა ვარ ამ საკითხში. არ მჯერა მე ესა. არ მჯერა, იმიტომ რომ ძირითადად ახლა უცხოელების ჩატარებული რეგულირება საერთოდ არ მჯერა, იმიტომ რომ გარემოცოდნა საჭირო და მე როცა დაწესეს კითხვა დავუსვი, მე უცხოელების გამოკვლევა არ მქონდა და სოციოლოგიური გამოკვლევები არ მქონდა ხელოვნებაში. ნუ ჩვენთან კიდე ახლა არ არიან, იცით, აი გელაპისნაირი გენიოსები ჯერ არ დაბადებულან ჩვენთან, როდესაც ახალგაზრდა ბიჭმა რუზველტს უწინასწარმეტყველა გამარჯვება, თუმცა არავინ არ ეთანხმებოდა მას მაშინ 34-33-34 უფრო რესპონდენტის პრობლემაა, მე მგონი მაინც ვარ. რასაკვირველია რესპონდენტი? ჩაკეტილის გარდა რატო ჩაკეტილის? ინფორმირებულიც არ არის. იმის გარეთ ხალხმა არაფერი არ იცის. არა, გარდა მაგისა. მოდით ნუ დავიწყებთ, ეს აღმოსავლეთია. აღმოსავლეთია ჩვენი განწყობილება, შეხედულება, არა, ხშირად იცვლება და ეს გამოკვირდა აი საბჭოთა კავშირის შენარჩუნების რეფერენდუმებზე. რეფერენდუმი ხო გახსოვს არა? სამთვეში გათო 90%-მა ხმამისა საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას, 3 თვის მერე ჩატარდა მეორე რეფერენდუმი და ზუსტად იგივე 99-90%-მა ხმამისა დაშლა საბჭოთა კავშირის. ესე იგი, ამიტომ აქ უკვე ეს და რატო? იმიტომ რომ მაშინ იყო ფაქტორი შიშის და შემდეგ იყო ფაქტორი თავისუფალი არჩევანის. მხოლოდ შიში არ არის ახლა. ნუ დავაპარავთ ყველაფერს და ეშინია და არამობენ და აი გონიათ რომ კიდე გაიგებენ მაინც როგორ მიეწყება როგორც არა არ არის მდგრადი. აი საკმარისია წეღან თქვენ თქვით მაღალი ლამაზი ისეთი არა. აი ჩვენთან საკმარისია თქვა ვიღაცა კარგა გამოვიდეს ტელევიზიით ერთი იოხუმჯოს რაღაც ერთი მოსწრებული ფრაზით თქვას და მით უმეტეს აი ეს ქალთა აუდიტორია უკვე იმისია, ხო გათეებული ამბავია. ესია ახლა რა ხდება? აუდიტორია ვისია? კი, ესია, კი, ეგ ჩვენ კი არა, ეგ ამერიკელებსაც ესე იგი რა პანიკა იყო თქვენ არ გახსოვთ ახლა ახალგაზრდა მე მახსოვს, როდესაც ფიშერი მსოფლიოში რეიკიავიკში ტალს მოუგო, მე 1 წლის მერე არჩევნები იყო იქა და ლაპარაკი დაიწყო ახლა ერთი არ გაუწყრეს, ამან კენჭი არ იყაროს, ეგ გაგვაკლი ახლა შახმატისტი პრეზიდენტი ყავდესო. ესეც იყო მაშინ, რო ეყარა განჯი შანსი ჰქონდა გამარჯვების. ეროვნული გმირი იყო მაშინ. ამიტომ ხდება ესეთი რაღაცეები. რაზე უნდა რა უნდა მოითხოვოს ოპოზიციამ და რაზე უნდა წარმოვიდეს მაგრამ მე გეუბნები, მე ვიტყვით რამეს რომ თუ ეს მოლაპარაკება დამთავრდება, არ ჩაიშლება, მოდით ასე ვთქვა. და რაღაც შედეგი იქნება რა. ეხლა რაზე უნდა წამოვიდეს, რაზე ახლა თქვენ დეტალები და კონკრეტული მე ყველაზე მნიშვნელოვნად რა მიგაჩნია ბატონო და დეტალურად ილაპარაკა დათო მამაზე ორი სფერო დაასახელა რა სიები მე რა მაინტერესებს სიები და კანონი მოჩა აი როდესაც სახელმწიფოში საერთკენ მივდივარ რატომ კი გისვამთ ამ კითხვას როდესაც სახელმწიფოში სადაოა სახვეწარია მთელი მსოფლიო უნდა ჩართო 6 თვე უნდა ემუდარო რომ კაცო სიები დადე ნორმალური გავაკეთო შენს გამოგადგება და მეც როდესაც ამ ქვეყანაში საომარია უნდა ამდენი რამე უნდა ისა გააკეთო რომ ელემენტარული კანონი გამოსწორდეს რომ საარჩევნო გარემო შეიქმნას რას ნიშნავს მაშინ რა მდგომარეობაში ყოფილვართ ჩვენ და აქ ვისი როლია ანუ ეს იმიტომ რომ ოპოზიცია არ არის მძლავრი და ამიტომ ხელისუფლება ამდენს ბედავს ჩვენ დღეს ანუ ხელისუფლების მოწოდება რა არის ის არის კარგი თუ იყოლება მძლავრი ოპოზიცია თუ პირიქით ხელისუფლების მოწოდება იყოს თვითონ სიმაღლეზე სახელმწიფოს და მოქალაქეების ინტერესები გაატაროს და მას ყავდეს აუცილებლად ყავდეს ოპოზიცია ეს მაინტერესებს თქვენ ესე იგი ელემენტარულად დღეს მე უყურებ რომ პირველი ნაბიჯები იდგება დემოკრატიისაკენ 7 წლის მერე პირველი ნაბიჯები იდგება დემოკრატიისაკენ ესე იგი კურსი ამიტომ რომ სხვა არჩევანი ალტერნატივა არ არსებობს დემოკრატიის გარეშე არ არსებობს არა მართლა არ არის ჩვენთან ტოტალიტარიზმი რო თქვა იმით ესე იგი დიქტატურა არ არის ამიტომ ძალზე ძნელად იქნება წინააღმდეგობები იქნება რასაკვირველია ესე იგი იმიტომ რომ ჩვენთან მე აღარ მახსოვს არ არის ელემენტარულად მოდით ერთი რამე ვთქვა რა აი ჩვენ პარლამენტში თუ გინდა შევარდნაძის დროინდელ პარლამენტში შემდეგამ პარლამენტში აი რამდენი
თუ გინდათ ხელისუფლების მართველი პარტიიდან. Აი, რამდენი ისეთი პოლიტიკოსი, აი, რომელსაც ეძახიან, აი, საპარლამენტო მემბრს, პარლამენტს კი ბაერს უსები რომ ამბობ. აი, რამდენია მითხარ, შენ იყავი პარლამენტში არა? შევარნაძის დროს პარლამენტში. არა, შენ მერე, თუ გინდათ მერე. მე მაგალითად არა, აი, პოლემისტი თქვა, პოლემისტი. ეხლა ბევრს მოწონს, მაგრამ მე მაგალითად იქიდან, მხრიდან, აი, გიგა ბოკერიას გარდა ძლიერი პოლემისტი მე იქ არ მაქვს. შეიძლება ვწდები. ეხლა არ არის, სად არის ეხლა? აბა მაშინ სად იყო მაშინ გიგა ბოკერია გეუბნებით მეცით ამას რომ რატო გეუბნებით რომ რა საზოგადოებაც არის ის პარლამენტია. რა პარლამენტიც არის, ის მოლაპარაკებაა. ეხლა მართლ პარტიაში არა, მართლ პარტიაში რასაკვირველია ეხლა ყველას გულზე არ ეხატება თქვა დადგენილი სიები და ეს. იმიტომ რომ აქ ბევრი დაკარგავს იგივე თქვა მე შანს მოხდეს ახალ პარლამენტში. აი ეს არის უბედურება ის კარგავს პიროვნულ ინტერესი აქვს რომ პიროვნულად მოხდება თუ არა და ჩვენ საუბრობთ ქვეყნის ინტერესზე სახელმწიფოს ინტერესზე რომ დადგეს ფეხზე და მე რატომ ბატონო სახელმწიფოს ინტერესებია ხშირად პოლიტიკოსი ცალკეულ პოლიტიკოსთა ინტერესებს ავტომატურად მუდამ არ ემთხვევა. მე ვფიქრობ. ისეთი ქვეყანა როგორიც არის საქართველო ბატონო სოსო. ეხლა რეალისტები ჩვენ აქ ვერ რეალისტები ესე იგი რა მე უნდა ვუყურო ეხლა ვისი პირადი ინტერესია პარლამენტში რომ მოხდეს და თურმე ის არ უნდა იყოს ჩემი მოწოდება რომ ისეთი ადამიანი მოხდეს რომ სახელმწიფო ინტერესი ქონდეს პირველ რიგში რომ ნორმალური საკანონმდებლო ბაზა ეგ იდეალური ეგ კეთილი სურვილია. იდეალური რა კეთილი სურვილია ბატონო სოსო. კეთილი თქვენ როგორიათ ესე იგი ამერიკის პარლამენტში ამერიკის ბაში სენატში კონგრესში სულ ყველა ეს სენატორი იმათ მოწყობილია მართლმსაჯულების სისტემა იმათ მოწყობილია სახელმწიფო სისტემა არა რა ნუ აიდეალიზირე თქვენ იცით 74 ყველაფერი გამაბრალეთ ოღონდ ამერიკული იდეალიზაციას ნუ გამაბრალეთ 1974 წელს ამერიკაში მოხდა უდიდესი სკანდალი რა იყო რა ფებერმა დააყენა ერთ სასტუმროში ჩავდერი აპარატები გადამღები ისინი დააყენა აპარატები რა და ფებერის აგენტებს გადააქვეს უეიტის შეიხელის ფორმა და ესენი და იმ აპარატებზე გადაიღო რომ სენატორებს ქრთამს როგორ აძლევენ და სენატორები წინდებში ნასკერში როგორ იჩერდნენ მალავდნენ ფულს ეს იყო ამერიკის სენატში 22 სენატორი მოხდა მაშინ მაგრამ ვერაფერი ვერ უყოს იმათ იმიტომ კანონმდებლობა არ იყო ესეც იყო ამიტომ ნუ გონიათ რომ სხვაგან რაღაც იდეალური ის არის და მხოლოდ საქართველოსია მოდით ჩვენ ახლა დღეს მართლმსაჯულება როგორია ამერიკის შეერთებულ შტატებში ბატონო სოსო ბატონო იოსებ მართლმსაჯულება სტრასბურგი წერს რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მართლმსაჯულება სასამართლო არ არის დამოუკიდებელი არ არის თავისუფალი არა მართლმსაჯულება იქ უკეთესია რა საკუთრებით უკეთესია ხო აბა ეხლა მე გეუბნები იდეალური არის მარტო 64 მიწაზე რასაკვირველია ვინ ამბობს რომ ჩვენთან მართლმსაჯულება იდეალურია საერთოდ ეთერა მიწოდეთ რომ სახელმწიფოს მშენებლობაზე გაცილებით რთული არის დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა არის თუ არა ეგრე მოდი და დამოუკიდებელი სასამართლო რა არის ჯერ უნდა ადამიანი მოიცვე სანამ ყველა ადამიანი თვითონ არ იქნება თავისუფალი შინაგანად არანაირი დამოუკიდებელი სასამართლო არ იქნება თუ არ იქნება შინაგანად ადამიანი დამოუკიდებელი რო იყოს შინაგანად ხო და აღიაროს ეს თეთრი იშა დავაცათ რა თუ მათქნეინებს კი ბატონო ნუ რა არის ისევა თითქოს სახში ვარ ჩემს ოფთანო ესე რა ისე გონია სახში კაია ისეთ შინაურ გარემოში გიქმნით რომ სახში გავიართ ავასაც მოგართმევთ ახლა იცით რა ნებისმიერი დიქტატორული რეჟიმის დროს არსებობენ დამოუკიდებელი ადამიანები. ეხლა არაქჩეევის დროს რუსეთი რო ავიღოთ არა, თუ მაშინ დიქტატორი რაღაც არსებობდა, მაშინ იყო, მაგრამ მოხდა ესეთი ფაქტი ისტორიაში. არაქჩეევი წარადგინეს მეცნიერებათა აკადემიაში. ირჩევდნენ არაქჩეევს მეცნიერებათა აკადემიაში. ერთმა აკადემიკოსმა ღიას ხომაზე იკითხა რუსულად. За какие заслуги? Богсанебелმა უპასუხა, он близок к императору. И все. Академикос тогда давайте выберем Кучера, импера, потому что он ближе всех и впереди него сидит. Если შეიძლება სამშობლოს მოღალატეობა დავწეროთ. და რა ხებს ესე იგი? არაქჩევი არ აირჩიეს. ის აკადემიკოსი გადაასახლეს ციმბირში.
მაგრამ არ არჩევი, არ არჩევი. აი მაშინაც კი იყვნენ, რატო გეუბნები, ცით თავისუფალი ადამიანი, შინაგანად თავისუფალი ადამიანები და მოსამართლეს, რა ვთქვათ ახლა, მე მაგალითად ახლა საკონსტიტუციო სასამართლო კომისიის წევრი ვიყავი და არ ვსიამოვნებდა ძალიან ნუ აი დიდი წვალებით იმით ვიეცი 28 თუ 29 წლის მოსამართლის ხმა რა. ნუ ჩემი რწმენით ახლა შეიძლება კონსერვატორი ვარ, მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება ჭირდება და მეტი ესე იგი რა. აი კი ბატონო, ხლა 3 წელი და 80 რა ქვია შემდეგი არჩევნები და უკვე მოსამართლეები იქნებიან პრაქტიკულად ხელშეუხებლები. პრაქტიკულად ხელშეუხებლები იქნება იმათ ესე იგი იქნება ის სამუდამო დანიშნულები იქნება რაღაცები. მაშინაც ხო სიტუაციას გამოასწორა ეს არა, მეც მაგას გეუბნებით, მაშინაც ხო აღარ იქნება შიში, მაგრამ თუ ის შინაგანად უკვე დაშინებულია, შინაგანად ნებისყოფა არა აქვს, ძალას ვერ გნობს არა, იმას ვერავით არის კანონით, ვერავით არის დაჯერებებით, რომ შენ ხელს არავინ არ გახლებ, დამოუკიდებელი ხარ ისა, ის მაინც აი თვალი ექნება იქითკენ ზემოთ. რა არის ეს ფაქტორი, რითაც ჩვენ დავაჯერებთ ადამიანს, რომ ის უნდა ემსახურებოდეს სიმართლეს, სახელმწიფოს და ის იქნება ხელშეუხებელი. აი სისტემა სახელმწიფო მოწყობის, რომელზეც ჩვენ საუბრობდით გადაცემის დასაწყისში და ყოიცით რა, ნაფისთამსაჯულის ინსტიტუტის შემოღება და მოსამართლეთა ხელშეუხებლობა, როგორც იურისტი შემიძლია განაცხადო, რომ აი ასეთ სისტემაში მართლმსაჯულების უფრო ჭაობში ჩაძირებს ჩვენ სასამართლო ხელისუფლებას. არა, ძალიან ესე იგი, რაც შეეხება ნაფისმსაჯულთა სისტემას, ეგ შემოდის თქვათა შორის ძალიან ფრთხილად ყველა საქმეზე არ იქნება, აგერ რუსეთმაც შეამცირა და შეამცირა. რუსეთში ჯერ მისწრებები, ეხლა უკვე რაღაც კვლელობები აღარ განმარტება, ის აღარ განხილება, ეს აღარ რა თქმა უნდა, მაგრამ მე გეუბნებით, რომ დემოკრატიული ატრიბუტიკა თუ მას საფუძველი არ აქვს დემოკრატიული, გაცილებით ამძიმებს ვითარებას და ესეც არის ჩემი სიტყვები, გისმენთ ბატონო. მეგობარი, რუსი ჟურნალისტი იყო რამდენიმე თვის წინ ჩამოსული. დიახ. ზოია იარაშუკი მუშაობს ნოვაია გაზეთაში, ერთ-ერთი დამფუძნებელია ნოვაია გაზეთის. ესაა გაზეთი, რომელსაც 6 ჟურნალისტი ყავს მოკლული, პირდაპირ მუშაობს. 6 ჟურნალისტი მოუკლეს. მათ შორის დეპუტატი იური შეკაჩიხინი და ამ ბოლო ხანებში კიდე ამბები არ. ძალიან მძიმე პირობებში მუშაობენ, მაგრამ მუშაობენ. და ესაა გაზეთი, რომელსაც პუტინი რო არ უყვარს, ამიტომ არ უყვარს არ არის იმ მდგომარეობაში ძალიან ადეკვატურია იქ ხალხის დიდი ნაწილი. არ არის ანუ პუტინი არ უყვარს და ამასთანავე არც რომელიმე სხვა არადემოკრატი მართველი, მათ შორის სააკაშვილიც არ უყვარს. თუ არ ჩავთვლი ლატინინას, რომელიც არის. რა თქმა უნდა არის. რა თქმა უნდა არის. ასეთი არის ის რიშკოვის რაღაცა ცდელობა პარტიის შექმნისა და ასე შემდეგ. ოპოზიციონერები და პუტინი დიქტატორია მე ისინი იმდენად არიან გამწარებულები პუტინით, ეს რუსული ლიბერალიზმის ამ ფრთას ჭირს, რომ ამიტომ ვინც აგინებს პუტინს, მას მიაჩნდა ეს. აი ნავადვორსკაიამ ჩამოხსნა ახლა მიშას სურათი კედლიდან, იმიტომ რომ მიშამ რომ მიულოცა ლუკაშენკოს გამარჯვება, ეს ნავადვორსკაიას ძალიან არ მოეწონა. და რატო გავიხსენე ეს ფაქტი? ჩამოვედა აეროპორტში რომ დავხვდი. ეს პირველივე კონტაქტი საქართველოსთან, მანამდე იყო 3 წლის წინ, მაშინაც ჰქონდა ეს განცდა, ჩვენთან რა ხდება. პირველივე კონტაქტი შემოდის აეროპორტში. მოდის მოსკოვიდან და ჩადის კიევში, ჩადის კალინინგრადში, მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში, ბალტიის გარდა საქართველო განსხვავებულია და გამორჩეული არის აღქმით, რომ მებაჟე ელაპარაკებას დილობიანად, მესაზღვრე ელაპარაკებას დილობიან. ეს ამ ხელისუფლებამ გააკეთა. განმოდის, მიდის, მაღაზიაში შედის თუ რაღაცა რესტორანში შედის, ურთიერთობები, ერთი ტრადიციული ქართული ურთიერთობები არის და ეგ არ არის ის ტექსტები, რაც საბჭოთა პერიოდიდან გვახსოვს რუსეთში, რომ თქვა როგორი მიმართვები იყო და თქვენ ბევრი ხარ და მე ერთი ვარ და ასე შემდეგ. ეს გააკეთა. წავიყვანე ბათუმში, წავიყვანე კახეთში, ხედავს რომ არის ეს პატრული და არ გაჩერებს. ეს გარეგნული ატრიბუტიკა იმასთან მიმართებაში, რასაც ის ხედავს, პირადობის მოწმობა რო ავიღე, მან გაიხსენა რომ 2 თვე დარბის მოსკოვში მისი პასპორტის ასახებად საბჭოთა პერიოდის ქთამები და ასე შემდეგ.
ეს ამ ხელისუფლებამ გააკეთა იმისთვის, რომ ამ ხალხმა ჩამოსულებმა აღიქვან, რომ ეს კარგია. მაგრამ როგორც კი აი ეს გადმოდის შიდა სერიოზულ რაღაცა განხილვებში, ის ჩამოსული სტუმარი ვერ ხედავს ძალიან იშვიათად თუ წააწყდება სახელისუფლებო ზეწოლას მოსახლეობას. ჩამოსულების დიდმა ნაწილმა არ იცის ქართული და არ ესმის, რას ლაპარაკობს ქართული სახელისუფლებო არხები. თუმცა როგორც ჟურნალისტმა მაშინვე მიაქცია ყურადღება, რომ გადაურთე პირველი არხი რუსთავი და იმედი და ზუსტად ერთი და იგივე თანმიმდევრობის სიუჟეტები რომ დაინახა, პროფესიონალია და მიხვდა, რომ ეს არის კრემტივი. რაც არის კენტევ, RTR და ORT. ამიტომ აქ პროფესიულმა თვალმა უკვე დაიწყო გააზრება, რომ აი ეს ვითარება ფასადურია. ვინც მარტო ფასადური ვითარების აღქმით კმაყოფილდება და ერჩის პუტინს, იმას მიაჩნია, რომ თქვენ ჩვენთან შედარებით კარგად ხართ. მაგრამ ვინც ფასადის იქეთ სიღრმეებს იწიღებს იური როსტმა 2008 წლის 10 აგვისტოს დაწერა ნოვაე გაზეტაში წერილი, სადაც რუსეთის ხელისუფლებაც მიწაში ჩადო, საქართველოს ხელისუფლებაც მიწაში ჩადო, რუსეთის უფრო ვიდრე საქართველოს. აი დღეს რო წაიკითხო, 9-ში დაწერა ხო რა კი 10-ში დაიბეჭდა. აი დღესაც კი რო წაიკითხო, ისე ოპერატიულად აქვს გაზრდილი, ხო ვერ დავაბრალებთ იური როსს, რომ ქართველი ხალხის მტერია. და ვერც იმას დააბრალებენ რუსები, რომ რუსი ხალხის მტერია, ხო? 9 აპრილში თუ გაიგო ვინმე გოგა ხაინდროს და იური როსტის ამუშევრებით გაიგეს, ხო? ძირითადად. ამიტომ თან მას მეტი შესაძლებლობები ჰქონდა ამ ინფორმაციის გატანის. ამას იმიტომ ლაპარაკობ, რომ იქ მიუხედავად ასეთი ადამიანების არსებობისა, მიუხედავად ძლიერი ინტერნეტ სივრცისა, საქმე როგორც კიდე გავიხსენებ მამარდაშვილს, გაცილებით მძიმედ არის ვიდრე ჩვენთან. თორე ჩვენ ვართ პატარა ხალხი, ცოტანი ვართ, ლაღები ვართ. არ არის რაღაცა მიდრეკილება ამ კუდომისკენ და სიკვდილისკენ. მიუხედავად ამდენი პრობლემისა, ჩვენი შესაძლებლობები, რაც წინაპარმა გადმოფცა, საკმარისია იმისთვის, რომ ნორმალური ხელისუფლების შექმნის პირობებში სწრაფი ტემპებით მიუახლოვდეს ამ დემოკრატიას. როგორ შეიქმნას ნორმალური პირობები? როცა ჩვენ ველაპარაკებით ხელისუფლებას, ჩვენ ვიცით გამოცდილება. პირველივე ცვლილება მშვიდობიანი ხელისუფლების საქართველოში 20 წლის წინ, უკვე 20 წელიწადნახევრის წინ, 90 წლის შემოდგომაზე მოხდა სწორედ ამ გზით. ჯერ საარჩევნო კანონი გამოღლითა ეროვნულმა მოძრაობამ გუმბარიძის ხელისუფლებას და კარგი საარჩევნო კანონით მოუგო შემდეგ გუმბარიძის ხელისუფლებას და დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებსაც. ეს იყო რეალობა. რეზო შავიშმა ვახოხმალაძემ დაწერეს კანონი, ზვიად გამსახურდიან ეს აქცია მასობრივი ზეწოლის მექანიზმად 201 მანამდე იყო ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები, მივიღეთ ნახევარი პროპორციული და ნახევარი 50%-იანი, მე ორჯერ მოვიგე ბათუმში მაჟორიტარული არჩევნები, ორივეჯერ მეორე ტურით მოვიგე. და ხელისუფლება ერთია, ოპოზიცია ბევრია. ხელისუფლება 30 და 35%-ს იღებს და ჯამურად როცა ოპოზიციის ხმები მეტია, მაგრამ ბევრი ოპოზიციონერი ერთმანეთს ხმას ართმევს, ნამდვილი თუ ფსევდო ოპოზიციონერი, ეს ამიტომ მეორე ტურიანი არჩევნები, რაზეც ვლაპარაკობთ, რომ სისტემა უნდა იყოს ესეთი, ამის საშუალებას რისი იმედი გვაქვს ჩვენ? საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვების შემდეგ ამ საარჩევნო გარემოსთან, კანონმდებლობასთან დაკავშირებით, თუ ხელისუფლება კვლავ გაჯიქდება, ტაქტიკურად ჩათვლის, რომ მოდი ჯერ რევოლუციურმა, ფსევდორევოლუციურმა პარტიებმა, მაგათი არ მეშინია, იაქტიურონ და მერე რომ არ გამოვა ჩემი წასვლა და ხალხს ისევ იმედი რომ გაუცრუდება, ამასოვა ზაფხული მოვა, ხალხი სოფელში წავა, ზღვაზე წავა და ასე შემდეგ, გადავაგორო, ეს არის მე ვფიქრობ, ესა პერსონალურად მიხეილ სააკაშვილის გზა. მაგრამ მიხეილ სააკაშვილს არ უნდა წასვლა, როგორც ჩანს, მას არ უნდა ხელისუფლებიდან წასვლა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი თუ ასე გააგრძელებს, ის იმეორებს იგივე შესწავლებს, რაც მისმა წინამორბედმა დაუშვა, პოლიტიკურმა წინამორბედმა დაუშვა. ამიტომ ალბათობა იმისა,
რომ ნაციონალური მოძრაობის ესა თუ ის ფრთა ან რაღაცა ჯგუფების გაერთიანება არ დააპირებს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან ერთად პოლიტიკიდან და შესაძლო არა მხოლოდ პოლიტიკიდან წასვლას ამის ალბათობა მაღალია როგორ მოხდა რა სააკაშვილი ეს ციდან ჩამოვარდა მოქალაქეთა კავშირიდან მოვიდა ხო ბურჯანაძე მოქალაქეთა კავშირიდან მოვიდა თან ისე მოვიდა რომ პარალელურად პარლამენტის თავმჯდომარე იყო 2003 წელს ანუ სანახევროდ ხელისუფლებაში იყო ის ხალხი იმ ხალხის ერთი ნაწილი ვიც ბატონო დათო სანახევროდ ხელისუფლებაში ბრძანდებოდით ხო მე აი ახლა ამ რევოლუციის შემდეგ მოხვედით ამ რევოლუციონერებთან მე არ მიხელისუფლე მიხავით არა პარლამენტში ხომ მიხავით ბატონო დავიდა ხელისუფალი არ არის პარლამენტში არა მე გეტყვი საკანონმდებლო ხელისუფლების წარმატება არა ამ თვალსაჩინოს კი ოპოზიციური ნაწილი ხელისუფლებს თუმცა მე შემეძლო მე ხელისუფლა სააკაშვილთან ერთად წარმატებით მაგრამ მე თქვენი vat პატრიცებული ასლან აბაშიძე პოლიტიკური მეთოდებით რომ ხელი შეუწყო მის წასვლას პოლიტიკური ასპარეზიდან შევარდნაძესთან ერთად კვიროს შევარდნაძის გარეშე აბაშიძის გარეშე ამის შემდეგ სააკაშვილმა როგორც კი პირველივე არჩევნები აჭარაში ძალიან აბაშიძისეული მეთოდით გააყალბა მთაში განსაკუთრებით რომ ეხლა სააკაშვილიც უნდა გაუშვო ხო ამიტომ უნებრივია მე წავედი ოპოზიციაში ანუ ტაქტიკური ამოცანა აბაშიძე შევარდნაძის გაშვებაში მონაწილეობა ჩვენ მივიღეთ აქ მე ვფიქრობ სწორად მოვიქეცით 2 ნოემბერი იყო მთავარი თარიღი და 22 ნოემბერი შევარდნაძემ და აბაშიძემ მოიტანეს ჩვენ მოვიტანეთ 2 ნოემბერი მათ გადაწყვიტეს ასეთი დაპირისპირება საგარეო ფაქტორის წინააღმდეგ და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიიღეს ის შედეგი მე ვფიქრობ რომ თუ მიხეილ სააკაშვილი იგივე შეცდომას დაუშვებს რა შეცდომაც მისმა პოლიტიკურმა წინამორბედებმა დაუშვეს მაშინ მისი მდგომარეობა იქნება ძალიან მძიმე ჩვენ ვლაპარაკობთ ახლა ეროსი კიცმარიშვილიც გვითვლის პოზიტივში რომ რვიანმა ნამდვილად მოახერხა და გააშიშვლა უკვე ეს ხელისუფლება რომ საგარეო ფაქტორი უკვე საჩვენოთ არის და ამიტომ ახლა მოდი კუჩის აქციებით უთხრათ ვიშას სული შეუბეროთ და წავიდეს 2007-ში არ წავიდა და 2009-ში არ წავიდა. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხომ შეიძლება ამისი გაკეთება გააჩნია დღის წესრიგი რა. თუ დღის წესრიგი არის მოვიპოვოთ სამართლიანი არჩევნები, მაშინ კუჩის აქციები ამ დღის წესრიგის შემადგენლობაში შემადგენელ ნაწილად ჩვენ ამას არ თუ არ გამოვიწყოთ, ჩვენ ამას ვაპირებთ. დრო როგორ ჩანს ამ ხელისუფლებას გადის ამოწურვის შემდეგ, ხო? ხო, ბუნებრივია ჩვენ არ გვინდა. და ულტიმატუმის სახით რატომ არ აპირებთ? მართალია, იმიტომ მოლაპარაკებებია. იმიტომ ჩვენ არ გვჭირდება ულტიმატუმი, ჩვენ არ წამოვეგეთ ხელისუფლების მაპროვოცირებელ ამბებზე. ხელისუფლება ამრვიანში ხო სხვადასხვა ხალხია, ხო, ზოგი პარლამენტშია, ზოგი ძალიან უნდა პარლამენტში, ზოგს, ანუ სხვადასხვა წარმომავლობის, სხვადასხვა ურთიერთობების გამოცდილება. ხელისუფლება ეცადა რვიანის დაშლას, მაგრამ აღმოჩნდა რომ რვიანის ყველა სუბიექტს ძალიან კარგად აქვს გააზრებული რომელიც წავა რვიანიდან მისი მდგომარეობა დამძიმდება 31 მაისს რა მოხდება 31 მაისს 31 მაისი იქნება თქვათ 3 ივნის თუ 7 ივნის ანუ ჩვენ ამ მანამდე საკმაოდ დიდი დროა 3 კვირა ან ხელისუფლება დაიწყებს საგარეო ფაქტორის უკეთ გათვალისწინებით რაღაცა თავის ტაქტიკური მოსაზრებებით რეალურად მოლაპარაკებების აღდგენას და დაიწყება პროცესი ეს მისი ასარჩევი ტაქტიკა თუ ის ამას არ იწყებს და მაშინ ჩვენ მივყვებით ამ პროცესს თუ ის ამას არ იწყებს ჩვენ ამას გავაგრძელებთ და ტრადიციულ პარალელურ რეჟიმში ჩვენ საზოგადოებრივი ზეწოლის მექანიზმებზე მუშაობთ ახლა ბუნებრივი მე როცა ვთქვი რომ ეს არის მეორე, მესამე, მეოთხე ადგილზე გასული სუბიექტების ერთობა, ოფიციალური მონაცემებიდან 40%-ის, ამომრჩეველთა 40%-ის ხმების მიმღები ერთობა არის. ესე იგი, ან მოდის მიხეილ სააკაშვილი და თქვენ ამ პროცესში. კი, ამიტომ ჩვენ ამის შესაძლებლობა თუ არ წამოვა? თუ არ წამოვა საარჩევნო თემატიკი, ჩვენ ამ საკითხს საგარეო ფაქტორის კიდევ უფრო გამოყენებით გავიტანთ საზოგადოების განსაკუთრებით ძალიან მასობრივ ფერში. მოდი ესე ვიტყვი. ჩვენ 100,000-ობით ხელმოწერას დავდებთ, თუ ეს საკმარისი არ იქნება, ამ 100,000 ადამიანს ცოცხლად წარმოუდგენთ. მაგრამ არა გადადექის ზახილი. ჩვენ ვატარებთ კვალიფიციურ პოლიტიკას. და სამწუხაროდ ქართულ ოპოზიციაში
არის მე-17 მცდელობა არაკვალიფიციური პოლიტიკის. კარგი, ერთმანეთს ნახოთ. ბატონო სოსო, აი რაზეც ისაუბრა ბატონო დავითმა, რამდენად ეთანხმებით ხო თქვენ? გოდიშე სანამ ბატონო სოსო, კიდევ ერთ რამეს ვიტყვი. ქართულ ოპოზიციაში აი ეს სტერეოტიპი რაც ბოლო ხანებში შეიქმნა, რომ არიქა ერთად და რაც უნდა თქვას ნინო ბურჯანაძემ, მოდი ახლა დანარჩენებმა ამაზე პასუხი არ გასცეს. ეს არ იძლევა წარმატებას. 2003 წელს პირველ ადგილზე გავიდა პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც საკმაოდ მკვახეთ აკრიტიკებდა სხვა ოპოზიციურ პარტიებს. ჩვენი კონკურენტები, ჩემი კონკურენტი მარტო ხელისუფლება არ არის. ჩემი კონკურენტი და ოპოზიციონერობა ინდულგენცია არ არის. არ არის ინდულგენცია. იცი რა ეროსი კიცმარიშვილი მიშა სააკაშვილს ეხმარება 2008 წლის იანვარში არჩევნების გაყალბებაში. ეს არ არის და დღეს ის ოპოზიციაშია, ჩემთვის არ არის საკმარისი. რომ ეროსი კიცმარიშვილს ის არ ეთვლება მინუსად. ნინო ბურჯანაძე ორჯერ რომ პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი იყო, მეორე მოვალეობის შემსრულების დროს არჩევნები მოიპარა, ეს ჩემთვის არ არის ადვილად დასავიწყებელი. ერთი ეს და მეორე. არჩევნებში თუ კონკურენტი ხელისუფლების შეცვლაში. კონკურენტი არჩევნებში გეთანხმება. არჩევნებში კონკურენტი რაც შეეხება ხელისუფლების შეცვლაში. თუ ერთი დღის წესრიგით მივდივართ, ანუ მომეცი არჩევნები, მოვიპოვოთ არჩევნები. მაშინ ახლა მასე ვიდექით ერთად 2009 წელს. მე რა გამარჯვების თქმის პრობლემა კი არა, ძალიან კაი ნორმალური ურთიერთობა მაქვს ნინოსთანაც და სხვებთანაც, ლევანთანაც და ყველასთან. რაც უფრო მკვახე იქნება გამონათქვამები, ამან შეიძლება მოგიტანოთ წარმატება. არა, მკვახე გამონათქვამებით გამოირჩევა ის მხარე. ლეგვის ფოთოლი და ასე შემდეგ. რაზეც ალასანიამ უპასუხა ადეკვატურად, მე არც კი უპასუხე. ალასანიამ უპასუხა, ვისაც რისი პრობლემაა, კი ის ახსენდებაო. ამიტომ არ უნდა იყოს ზღვარს გადასული. კი ბატონო. კორექტული მწვავე პოლიტიკური კამათი არის ნორმალური. მაგრამ არაკორექტული ტერმინებით მეტყველება არის მდარე. არის მდარე. ამიტომ ახლა ეს არის მე ვფიქრობ თავი პრობლემა არჩევნების მოპოვების მოთხოვნით, საგარეო და საშინაო ფაქტორის გამოყენებით, რაც უფრო გაჯიქდება ხელისუფლება, მით უფრო გაკოტრდება და იმდენად გაკოტრდა შევარდნაძე, რომ მისი კანონი წააგო. მისი კანონი, ცუდი კანონი წააგო. ეს ანალოგია. ბატონო სოსო, რაც უფრო გაჯიქდება ხელისუფლება, მით უფრო გაკოტრდება. ეთანხმებით თუ არა აი ამ ფორმულირებას? საერთოდ ესე იგი, რასაკვირველია, არაადეკვატური სიჯიუტე პოლიტიკაში ყოველთვის წამგებია, ეს ყველა დროში, ყველა ქვეყანაში, ყველა ხალხს ეხება. ესეც ერთ-ერთი კლასიკაა პოლიტიკის. იმიტომ რომ მაგალითად თავის დროზე თქვათ იგივე ბატონ ნოღაიდელს აური ერთმანეთი სიჯიუტე და პრინციპულობა. უბრალოდ ეს ჯიუტი ადამიანი იყო, მაგრამ თვითონ ამ სიჯიუტეს პრინციპულობას ეძახდა. ეს სხვადასხვა მცნებებია, რასაკვირველია ახლა. მაგრამ ახლა რა შეეხება თქვათ აი ამას თქვათ აი მოლაპარაკებები, ქუჩის აქციები, ახლა არ ვიცი, მე მაგალითად მაინც ქუჩის აქციებს არა საქართველოში დიდ პერსპექტივას არ უწინასწარმეტყველებდი. ქუჩის აქციებს არ უწინასწარმეტყველებდი დიდ პერსპექტივას. ვინაიდან ჩემი აზრით ახლა დღეს არის უნიკალური შანსი, რომ აი დღეს უკვე ჩვენ თავსაც და მთელ მსოფლიოსაც დავანახოთ, რომ არის ოპოზიციაში აი ისეთი გინდ სეგმენტი დაარქვით, გინდ გუნდი დაარქვით, თუმცა მე არ მიყვარს ეს სიტყვა, გინდ დროებითი, თუ გნება დროებითი გაერთიანება, რატომ? რომელსაც შეუძლია მართლ პარტიასთან კვალიფიციური პოლემიკა. პოლემიკა სხვა არის, კრიტიკა სხვა არის, ესე იგი რა. ის რომ ოპოზიციის სპექტრში შიგ პოლემიკა, ეს ბუნებრივია და უნდა იყოს კიდეც, ესე იგი. უნდა იყოს კიდეც ახლა, არ ვიცი, მე მკვახე განცხადებები, რაღაცეები, კრიტიკა სხვა არის, მაგრამ პოლემიკა უნდა იყოს, ესე იგი. მე მაინც ფიქრობ ის, რომ ღმერთმა ნუქნას, არა? ესე იგი, თუ აი ეს მოლაპარაკება, კრახი დამთავრდა, ახალი რეალობა შეიქმნება ქართულ პოლიტიკაში. ახალი რეალობა შეიქმნება, რომელიც ყველასათვის შეიძლება ერთნაირად წამგებიანი იყოს. ყველასათვის ერთნაირად. როგორი იქნება ეს რეალობა? არ ვიცი, როგორი, ყოველ შემთხვევაში კარგი რო არ იქნება, ვიცი.
და კიდევ ერთი მომენტი, ესე იგი, იცით, აი მე ცოტა მეტი სიფრთხილით უყურებ აი ჩვენი უცხოელი მეგობრების მეგობრების როლს შეფასებებს კი არა, იმათ როლს უყურებ, იმიტომ რომ მაინც რაც არ უნდა იყოს, არც ერთი თქვათ აი ეს უცხოელი ორგანიზაცია, რომელიც დღეს ცდილობს რომ ეს მოლაპარაკება წარმატებით დამთავრდეს, ქველმოქმედი არ არის. ეს ქველმოქმედების ნობით აქ არის პრაგმატიზმი. რასაკვირველია, ეს ისტორიული პრაგმატიზმიც, იმიტომ რომ ნუ დავივიწყებთ, რომ ისინი მაინც უცხოელები არიან. არა, თავის დროზე ერთ-ერთ კიდევ ერთხელ თუ არ გამაკრიტიკებთ კიდევ ერთ მთავრობის ხდომაზე დეგოლს, როდესაც უთხრა მენდეს ფრანსმა საგარეო საქმეთა მინისტრი იყო მაშინ მე გახსა პრემიერი, რომ ჩვენი უცხოელი მეგობრებიო დეგოლმა ძალზედ უხეშად შეაწყვეტინა და უთხრა რომ სახელმწიფოს თუ ის ღირსია ატაროს ეს სახელი, უცხოეთში მეგობრები არ ყავს საზღვარი, იმიტომ რომ იმათ თავიანთი ინტერესები აქვს და ეს ინტერესები დღეს ემთხვევა, ხვალ შეიძლება არ დაერქვას. ამიტომ სანამ ახლა არის ეს მომენტი, რომ აი ესეთი დაინტერესება ჩვენი უცხოელი პარტნიორების, მოდით ესე იგი რა. აი პარტნიორების აი ესეთი დაინტერესება, აი ესეთი ის არის. ეს სწორია, რომ დღეს ოპოზიციას გაცილებით მეტი მხარდაჭერა აქვს, ესე იგი ვიდრე ათი. რეალობა ახლა ეს რომ მობილური ახლა ამას რა დიდი თქვათ კამათი და ისჭირდება რა ექსპერტიზები. არის, აი ეს ისე, მაგრამ აი ამის გამოყენება აი ახლა არის, აი ამიტომ ვიძახი რომ შეიძლება ახლა საერთოდ არ მიყვარს ესეთი მაღალფარდოვანის, მაგრამ შეიძლება ითქვას რომ აი ეს ახლა როგორ უყვარდა გარბაჩოვს სუზბანოსნა ეგრეთ აი მომენტია ესეთი, იცით, ამიტომ ყველანაირად ახლა არ ვიცი მე არ ვესწრები მოლაპარაკებებს და არ ვიცი ახლა შეიძლება მე თუმცა ძელა წარმოსადგენია ჩემთვის რომ თქვათ რომელიმე მხარეს დღეს აწყობდეს კარების გაჯახუნება. იმიტომ ნელ წარმოსადგენია, იმიტომ რომ მხოლოდ პრაგმატიზმი დაუშვათ რომ გაგრძელდეს ეს. არა, იმიტომ რომ მაშინ რა არის ესე იგი ის მოდით ესე ვთქვათ, ის მხარე რომელიც კარებს გაიჯახუნებს და თანაც აი ესეთ ვერ დაამტკიცებს ამას რომ ეს სწორი ნაბიჯია, ვერ დაამტკიცებს და ამის დამტკიცება კი ძალიან ძნელია, ის ავტომატურ რეჟიმში კარგავს აი ამ მრავალრიცხოვანი უცხოელი, თქვათ, გულშემატკივრების დახმარებას. ან იქნება არჩევნები, ან მოვიპოვებთ არჩევნებს. და თუ ვერ მოვიპოვებთ, მაშინ იქნება ისეთი ურთიერთობები არჩევნების ფონზე, რომელიც არჩევნები არ იქნება. ანუ რეალურად ეს არის, დღეს ვითარება ასეთი არის. როდესაც აი თქვენი კითხეთ, რომ რვიანს რა იმედები აქვს და აი რა მიზნები გვაქვს ჩვენ როცა ვეუბნებით რომ სამართლიანთან მიახლოებული გასაგებია ხელისუფლება, ამ ხელისუფლებას რაღაცა გარკვეული ბერკეტები მაინც რჩება, გარკვეული უპირატესობა მაინც ექნება, ეს სრულიად გასაგებია რესურსი აქვს, მაგრამ ეს რესურსი არ უნდა იყოს ისეთი, როგორც აი მანძე უნდა ჩამოყალიბდეს. ისეთი, ვერ მოერება. საერთაშორისო. რაღაცა 3-5%-იანი. ხო, 3-5%-იანი აყალბების შესაძლებლობა გადაიფარება თუ ოპოზიციას აქვს უპირატესობა. მაგალითს გეტყვით, ახლა ძალიან შორს ვარ წავიდი. ვორონინი იყო ორგზის ორი არჩევით პრეზიდენტი მოლდოვაში. მისი კომუნისტური პარტია, კომუნისტური ქვია, მართველი სახელმწიფო პარტია იგებდა და პირველ ადგილზე გადიოდა. 45% აიღო და 4 ლიბერალურმა პარტიამ ჯამურად მას მოუგო და შექმნა კოალიცია. მეორეჯერ დაინიშნა არჩევნები. უკვე 42 აიღო, 41. ამათ კიდევ უფრო მეტი, ახლა ორი კაცი აკლიათ, რომ პრეზიდენტიც აირჩიონ. ანუ რეალურად გადატეხვა მოხდა. ცალ-ცალკე გავიდნენ ეს პარტიები და ადგილზე შექმნეს კოალიცია. აი ამ გარდატეხის იმედი გაქვთ და თავაზობთ საქართველოს. ბუნებრივია და მე მირჩევნია რომ საგარეო და საშინაო ფაქტორების ერთობლივად არ უნდა ჭირდებოდეს ამდენი დამატებითი არგუმენტი რომ არ გაგივა. მე მირჩევნია ეს მოხდეს მაგიდასთან კვალიფიციურად
და თანაბართან მიახლოებულ გარემოში გამოჩნდეს ნაციონალური მოძრაობა რა ღირს ამ უმრჩევლის თვალში, ეს მირჩევნია. ოპოზიციაში ნაციონალური მოძრაობა მირჩევნია ნაციონალური მოძრაობის გაქრობას. ეს ახლა შეიძლება ვიღაცა ვიც გვიყურებს, გვისმენს ძალიან წარედ განწყობილმა თქვას, რომ აბა რას ლაპარაკობს ეს კაცი და ამას გაშობარდობია, მაგრამ ეს მირჩევნია. პოლიტიკურად მათი ნარჩენის არსებობა პოლიტიკაში მირჩევნია პოლიტიკური პროცესისთვის, ქვეყნის სტაბილურობისთვის უკეთესია. ერთი ეს, თუმცა ეს ჩემზე არა დამოკიდო მას და კიდევ ერთ რამეს ვიტყვი და ამით დავამთავრებ. რა აინტერესებს დასავლეთს? დასავლეთს აინტერესებს სტაბილური საქართველო. ორი არჩევნების გამყალბებელი სააკაშვილი აგვისტოს ავანტურაში ჩაერთო და დესტაბილიზაციის წყარო გახდა. სააკაშვილი არ არის სტაბილურობის მატარებელი. არაბულმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ მუბარაკიც კი 30 წლიანი პარტნიორი, ბენ-ალი ტუნისში თურმე არ არის სტაბილურობის წყარო, ავტორიტარული, მოავტორიტარო, ჰიბრიდული, დასავლურ-პროდასავლური, კორუმპირებული რეჟიმები არ არის თურმე ამ ეტაპზე სტაბილურობის წყარო ისეთ ქვეყნებში, აბა ახლა იმას ნაზარბაევს კი არ ეუბნებიან გადადექილო. ისეთ ქვეყნებში, სადაც არის საკმაო ხარისხის დემოკრატიული რესურსი და თავისუფლების მოთხოვნილება და მობილური და თანამედროვე ტექნოლოგიები. დიდი მადლობა ბატონო სოსო. არის თუ არა სააკაშვილი ასეთი პოლიტიკოსი, რომელიც ვეღარ ქმნის უკვე სტაბილურობის გარანტიას დასავლეთისთვის. დასავლეთისთვის ყოველ შემთხვევაში ჩვენ ძალიან დღეს ყოველ შემთხვევაში ესე იგი დღეს ის რაც აი შეუიარაღებელი თვალით ჩანს გარედან მე ვერ ვხედავ იმას რომ სააკაშვილის მიმართ თქვათ იყოს დასავლეთის ისეთი განწყობა აი როგორიც იყო შევარდნაძის მიმართ როდესაც ბეიკერი ჩამოდიოდა ანუ კარგი განწყობა როდესაც ბუში წერილებს წერდა იქიდან რომ ჩვენ უნდა გადავდგეთ ჩვენ უნდა სხვებს ამას მე ვერ როგორ წარმოგიდგენიათ ეხლა სააკაშვილს მოწმობა რომ დააპიროს სააკაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს პოზიტიურად იქნება ახმული თუ ნეგატიურად. ხლა გააჩნია არჩევნებით, მაგრამ პრემიერობა რა არის, ეხლა პრემიერობა რომ დააპიროს სააკაშვილმა, მაშინ ნახეთ რა გამოხდება. სააკაშვილი იქნება მაშინ რა ერთი პარტიის ლიდერი პრაქტიკულად, რა. მაშინ ის უკვე ეროვნული ლიდერის, აი როგორიც მოეძებნა პრეზიდენტი. ჩვენი ახალი კონსტიტუცია პრემიერი ახლა სერიოზული ერთი პარტიის ამის გამოცდილებაც არსებობდა ხო ამის გამოცდილებაც არსებობდა ესე იგივე აი თქვა საფრანგეთი არა დეგოლმა როდის იყო 68 წელს არჩევნები რა ლოზუნგით მოიღო დეგოლი გოლისტების გარეშე აი ესეთი ლოზუნგი იყო იმიტომ რატომ დეგოლმა ნახა რომ ერთი პარტიის ლიდერი ხო ერთი პარტიის ლიდერი რჩება მხოლოდ ერთი პარტია და თანაც კონსტიტუცია რა ამას ვერც ამერიკა აკრძალავს ვერავინ არ აკრძალავს ქართული ხალხი აკრძალავს ბატონო სოსო ჩვენი დრო დაისვედა რამდენი წელიც და ის წავიდა ერთი ახლა გააჩნია ბატონო სოსო და ბატონო დავით დიდი მადლობა მოგზანებისთვის ესე იგი ჩამოყალიბდით ბატონო სოსო მიიჩნევს რომ სააკაშვილი არ არის სააკაშვილი არ არის პოლიტიკოსი რომლის მიმართაც არის ნეგატიური განწყობა ჩვენ მიგვაჩნია რომ აი ამ აპრილის თვეში გაკეთებული განცხადებები არის სერიოზული გზავნილები იმისთვის რომ შეიძლება მალე უკვე ამასაც მოწოდოს ყოველ შემთხვევაში მე ერთი რაც შემიძლია თქვა რომ დღეს დასავლეთს ალტერნატივა არ გააჩნიეს ეგ აი შევარდნაძეს ალტერნატივა რეალურად იყო მაშინ ნუ დღეს არ არის ესეთი ალტერნატივა დიდი მადლობა საინტერესო იყო თქვენი აზრი მე დაგპირდი ამზადებოდა დასავლეთი ჩვენ არჩევნები მოვიგეთ და მე აიტანეს სააკაშვილი მათ ბურჟუაზიაში ჩვენ შემოგთავაზეთ ინფორმაციები განსჯისთვის კარგია თუ ყურადღებით გვისმინეთ და დასკვნებით თავად გავიგეთ. დიდი მადლობა მოგზანებისთვის. კარგად გრძანდებოდეთ, ისე რომ მალე ვისურვებდი რომ საქართველოში ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში დამთავრდეს ეს რეჟიმული გადახრები, გინდ ჰიბრიდული უწოდეთ მას, გინდ ნახევრად რეჟიმული, შვიდობიანი არჩევნები. უკვე დროა რომ საქართველოში ელემენტარული დემოკრატიული ნორმალური არსებობის ნორმალური პირობები დამკვიდრდეს. დიდი მადლობა ხუჩაბათამდე გემშვიდობებით.